საამშვიდობის იდეა რო დაიბადა, რა თქვა ვოლანდმა, გურამის იდეა იყო და მე რო დავფიქრდით, იმდენი რამე უთქვამს თურმე. მაინც თავარ ორიენტირად ბიბლია ავიღეთ, რომ თუნდაც ფაუსტი და ოსტატი მარგარიტა ისინიც შთაგონებას მაინც საღვთისმეტყველო ორიენტირიდან იღებენ და მე ან ვითარებენ თავისებურად. ამიტომ 8 თემა შედის ამ კურსში, წინა შეხვედრაზეც ჩამოვთვალე, მაგრამ ახლაც ჩამოვთვლი. პირველი ეს არის რა თქვა სატანამ ბიბლიაში, მეორე არის თუ არა ჰუმანური ღმერთი, მესამე იობი და მისი ტანჯვა ადამიანი როგორც იობის წიგნი, ადამიანი როგორც ბრძოლისველი სიკეთესა და ბოროტეს შორის. მეოთხე ცრუ წინასწარმეტყველებისა და ჭეშმარიტი წინასწარმეტყველების დაპირისპირება თვითონ საღვთო წერილში და როგორ არის ეს წარმოჩენილი, რას ლაპარაკობს სატანა ცრუ წინასწარმეტყველების მეშვეობით და როგორ უპირისპირდებიან მათ ბიბლიურ თხრობაში ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები. მეხუთე იქნება ფაუსტი, ფაუსტია და ფაუსტის როგორც გერმანული, ასე ვთქვათ, ლიტერატურის უმაღლესი მწვერვალი ალბათ ერთ-ერთი უდიდესი ძეგლი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა და დღესაც ახდენს. ამის გაგრძელება იქნება ბულგაკოვი. რა თქვა ვოლანდმა იქ დიალოგებში ზუსტად და ფაუსტის ციტატით იწყება ეგ რომანი, როგორც იცით. ამიტომ აშკარად შთაგონებულია ბულგაკოვი ფაუსტი, ძალიან უყვარდა მას გოეთე. შემდგომი ლექცია იქნება ავგუსტინეს ზეციური ქალაქი, აი ამ ზეციური ქალაქისა და მიწიერი ქალაქის ბრძოლა ავგუსტინეს შემოქმედებაში, უფრო სწორედ საღვთო ქალაქი დეცივიტატე დეი. საღვთო ქალაქი და ბოლოს რა თქვა დიდმა ინკვიზიტორმა, არა ის, რაც დოსტოევსკისთან არის, თუმცა იდეა იქიდანაა, არამედ როგორ ებრძოდა მიწიერი ეკლესია ბოროტებას თავისი გვერდითი მოვლენებით, ინკვიზიციის საკითხები, როგორც ბოლო ლექცია ეს გვექნება. დღეს კი რა თქვა სატანამ ბიბლიაში, თლიანობაში, ძველ აღთქმასაც შევეხებით და ახალ აღთქმასაც. როცა ვამბობთ ბიბლია 1-2 წუთი ამაზე ვილაპარაკოთ, აი ყველას აქვს წაკითხული ასე თუ ისე რაღაც ნაწილი მაინც მთლიანად თუ არა. ყოველ შემთხვევაში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წაკითხვად წიგნად დღესაც რჩება ბიბლია. მიუხედავად იმისა, რომ კითხვა აღარ უყვარს ხალხს, მაგრამ მაინც თუ ვინმე კითხულობს, ეს წიგნიც არის. პირველი, რასაც აშკარად ხედავს ადამიანი, როდესაც კითხულობს ბიბლიას, ეს არის ღმერთი. ბიბლია არ ამტკიცებს ღმერთის არსებობას, არც კი ცდილობს, რომ მოიყვანოს არგუმენტები ღმერთის არსებობისთვის, თუმცა იქ შეიძლება შეხვდეთ ისეთ ტექსტებს, სადაც ამის დასკვნასაც გააკეთებთ, მაგრამ ბიბლია როგორც აქსიომას და უკვე არსებულს ისე წარმოაჩენს ღმერთს. არც კი აყენებს ეჭვის ქვეშ ღმერთის არსებობას მთლიანად ბიბლიის სულისკვეთება. თვითონ სატანაც კი, რომელიც ბიბლიაში ჩანს და მოქმედებს სრულ წინასწარმეტყველებში, არც ისინი არ ცდილობენ ღმერთის არარსებობის დამტკიცებას. ანუ ბიბლიაში სატანასაც კი არ ეპარება ეჭვი, რომ ღმერთი არსებობს. მაგრამ ის, რასაც ცდილობს სატანა ბიბლიაში, არის ის, რომ წარმოაჩინოს ღმერთი, რომელსაც მაინც და მაინც არ აინტერესებს ადამიანი. პირველი ესეთი დუალისტურად გამოიკვეთება ღმერთი და ის, ვინც მას ეწინააღმდეგება სატანა, ბიბლიას როცა კითხულობთ, პირველივე, ასე ვთქვათ,
წიგნის მესამე გვერდზე, მესამე თავზე რო გადავალთ, უკვე იქ გველის სახით ჩდება სატანას ამ ოთხეში, რომელიც გამოცდის ევას და ამ ტექსტზე აუცილებლად ვილაპარაკებთ. მეორე, რასაც ეს ჩემი მოსაზრებაა მთავარ თემატიკაზე ბიბლია რა შეიცავს. მეორე, აუცილებლად ჩვენ ხედავთ ადამიანს, რომელიც წამოწეულია ბიბლიაში, როგორც ღვთისმკვლელების უმაღლესი გვირგვინი, ხატება და მსგავსება, პიროვნება. პიროვნების განსაზღვრება არ არსებობს არც მეცნიერებაში და არც ღვთისმეტყველებაში. პიროვნებაზე ბევრს ლაპარაკობს ყველა და ყოველთვის, მაგრამ მთავარი ჩემი აზრით, რასაც ხაზი უნდა გაუსვა, ეს არის, რომ პიროვნება არის განუმეორებელი. იქამდე და მის შემდეგ ის ვინმე, ვინც არსებობს, არასდროს არ განმეორდება. ეს არის პიროვნების ყველაზე მცირე შემოფარგულა თუ განსაზღვრებას მივცემთ ჩემი აზრით. მესამე რაც გამოჩნდება ან მეოთხე ბიბლიაში როცა ვკითხულობთ, ეს არის ცოდვის ცნება. ცოდვის საკითხიც გაშლილია, იმიტომ რომ ადამი და ევა უკვე ეცემიან, უკვე შემოდის ცოდვა და თლიანად ბიბლიას დაწყებული შესაქმეს წიგნიდან, ანუ დაბადების წიგნიდან, დამთავრებული გამოცხადების წიგნიდან ცოდვის თემატიკა ყველგან ჩანს. როგორც ასევე პარალელურად მადლისაც. მეოთხე სიკვდილი. ბიბლია ცდილობს რეალობა აჩვენოს ადამიანს და არა ილუზია. ის ამბობს, რომ რეალურია ღმერთი, რეალურია ადამიანი, რეალურია ცოდვა, რეალურია სიკვდილი. მეხუთე ყველაზე ცენტრალური ფიგურა და პიროვნება ბიბლიაში ეს არის იესო ქრისტე. ძველი აღთქმის ტექსტებშიც ის პროფეტული ნაწილი, ანუ წინასწარმეტყველური ნაწილი, ყველაფრის ცენტრში არის მითითებული, რომ ის უნდა მოვიდეს, განკაცდეს ღვთისძე, რომელიც გახდება ქრისტე, ხო? შემდგომ ჯვარი, სადაც ჯვარცმული იქნება ქრისტე, მერე რწმენა და ბოლოს სიცოცხლე. ყველა ამ თემატიკაში ბოროტების და სიკეთის საკითხი ყოველთვის არის ჩანს. ქრისტიანობას არ ახასიათებს დუალიზმი არც ბიბლიას. სატანა არ მოიაზრება საპირწონე არსებად ღმერთისა. და ეხლა მივდივართ იმ საკითხზე, საიდან და როგორ გაჩნდა ვოლანდი, ანუ იგივე სატანა. რა თხრობას გვაძლევს ბიბლია მის წარმომავლობაზე? ანგელოლოგიას უნდა შევეხოთ ცოტა. 9 დასი არსებობს ანგელოსთა, ყველას ვერ განვიხილავ და ვერ შევეხები, მაგრამ უნდა ჩამოვთვალოთ, რომ ნახოთ რომელ დასში იყო ბატონი ვოლანდი. პირველი ეს იყვნენ სერაფიმნი, არიან, ქერუბიმნი, საყდარნი. შემდეგ მოდის უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. მერე საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი. მიჩნეულია, რომ სანამ მატერიალური სამყარო შეიქმნებოდა, იქამდე შეიქმნა ანგელოზთა დასი. მერე იქმნება მთელი სამყარო, ხილული და უხილავი. ძალიან მცირე ინფორმაცია გვაქვს თვითონ ეშმაკის დაცემის შესახებ. ორი ტექსტი გვაქვს გამოკვეთილად ძველ აღთქმაში, ეს არის ესაია წინასწარმეტყველის მე-12 თავი, მე-12, მე-15 მუხლები და ეზეკიელ წინასწარმეტყველის 28 თავი, მე-12, მე-17 მუხლები. ნახსენები ის უკვე დაცემულ მდგომარეობაში ბევრგან არის, მაგრამ კონკრეტულად დაცემის საკითხი ამ ტექსტებშია განხილული. და ორივე ტექსტში გამოკვეთილი არის, რომ მან მოინდომა უფრო მეტად გახდომა ვიდრე იყო,
ეზეკიელი მას ქერუბიმს უწოდებს. ანუ გამოდის რომ ეზეკიელ წინასწარმეტყველის თხრობით ის ვინც გახდა ვოლანდი იქამდე იყო ქერუბიმი, ანუ ერთ-ერთი უმაღლესი ანგელოსთაგან. მიიჩნევენ რომ არა მხოლოდ თვითონ დაეცა, არამედ დიდი რაოდენობა ანგელოზებისა დაიყოლია თან. ფიქრობენ რომ 1/13. ზუსტად რამდენია თლიანობაში ანგელოზთა რაოდენობა ცნობილი არ არის ნათქვამი. ვიცით რომ ბევრზე ბევრია და ძალიან ბევრია. სატანის დაცემის შესახებ ქრისტეც ლაპარაკობს ლუკას სახარებაშია ჩაწერილი მე-10 თავის 18 მუხლებში. ვიხილე სატანა გადმოვარდნილი ზეციდან ელვასავით. ეს ეუბნება 72 მოციქულს, რომლებიც გააგზავნა გარდა 12-ისა 2-2 და როცა ისინი ბრუნდებიან, ეუბნებიან აი გვემორჩილებოდნენ ბოროტის სულები, სასწაულები ხდებოდა ასე შემდეგ და ამ კონტექსტში ეუბნება ქრისტე მათ, რომ ვიხილე სატანა ელვასავით გადმოვარდნილი. რაც გარკვეულწილად მითითებაც არის, რომ ის თვითონ არის ღვთისმცედა ღმერთი, რომელმაც იხილა სატანის დაცემა ზეცაში და მისი გადმოვარდნა. წარმომავლობა რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ხაზი გაესვას ბიბლიურ თხრობაში, იმიტომ რომ თავისთავად ის ბოროტი არ ყოფილა. ის რადგან მოინდომა ის პოზიციები, რაც მისთვის არ იყო განკუთვნილი და საჭირო, ამის შედეგად ხდება მოწინააღმდეგე და სატანა სიტყვა ზუსტად მაგას ნიშნავს მოწინააღმდეგეს. მერე ჩვენ აუცილებლად ამის შემდეგ შევეხებით მის ტიტულებს იმისთვის რომ დავინახოთ როგორ არის ის დახასიათებული. აი ეშმაკის ტიტულები ბიბლიაში. პირველი ყველაზე ცნობილი და რაც ვთქვით ეს სატანა და ეს ებრაული სიტყვა არის და მოწინააღმდეგეს ნიშნავს. და დაცემული ანგელოზის კონტექსტში ეს ნიშნავს ღმერთის მოწინააღმდეგეს. ადამიანის მიმართაც არის გამოყენებული მაგალითად იობის წიგნში, როდესაც იობი ეუბნება ღმერთს რომ შენ გახდი ჩემი მოწინააღმდეგე, ზუსტად ამ სიტყვას იყენებს. მაგრამ ის არ გულისხმობს რომ ღმერთი სატანაა. უბრალოდ ეს სიტყვა გამოყენებულია სხვადასხვა კონტექსტში. მაგალითად, როდესაც პეტრე მისი ცნობილი, ასე ვთქვათ, აღიარების მერე რომ შენ ხარ ძე ცოცხალი ღვთისა ეუბნება ქრისტეს, ცოტა შემდეგ იგივე დიალოგში ეუბნება რომ ნუ წახვალ, ნუ მოკვდები ჯვარზე და ამ დროს ეუბნება ქრისტე გამცილდი სატანა. ანუ მოწინააღმდეგევ. ის არ ეუბნება მას რომ შენ ეშმაკი ხარ, ის ეუბნება რომ მოწინააღმდეგე ხარ. ისეთი ტექსტია რომ დღესაც დაობენ რას გულისხმობდა თუ არა რომ ბოროტის პოზიციიდან ლაპარაკობდა თუ უბრალოდ მოწინააღმდეგე იყო. ლუციფერი ეს ლათინური სახელი მნათობს ნიშნავს. მას ცისკრის შვილი ეწოდება, ებრაულად ჰელელ. დაცემამდე ის მნათობი იყო, დიდი ქერუბიმი იყო, ცხებული ქერუბიმი ესე უწოდებს მას ეზეკიელი. და აი დღემდე ლუციფერიც ძალიან ასე ვთქვათ, გავრცელებული სახელია, რომელიც მისი ტიტულატურაში შედის და სახელის დარქმევაც კი ერიდებათ ხოლმე ლუციუსი ან ამ სახელის, რომ ასოცირება ხდება ბოროტთან, ხო? კიდე ერთი ძველ აღთქმაში გამოკვეთილი სახელწოდება გველი ნაშაშ ებრაულად საცდურისა და სიცრუის სიმბოლო. მაგრამ გველი ასევე სიბრძნის სიმბოლოც არის. ქრისტე ეუბნება მოწაფეებს, რომ იყავით ბრძენი როგორც გველი და უბრალოები როგორც მტრედი. ანუ ყოველთვის უარყოფით კონტექსტში არ არის გველი მოხსენიებული, მაგრამ როდესაც გველი მაცდურ პოზიციაშია გამოკვეთილი წმინდა წერილში, ის ყოველთვის ასოცირდება მაცდურთან და სატანასთან. ცოტა დახასიათება ახალ აღთქმაშიც როგორ არის ეშმაკი დახასიათებული.
დიაბოლოს ესეთი ბერძნული სიტყვა არის ცილისმწამებელი, დამბეზღებელი, მაცდური. ანუ რა თვისება აქვს ეშმაკს, რომ როდესაც ჩვენ ნახავთ იობის წიგნს ცალკე განვიხილავთ დიალოგებს იქ ღმერთთან, რომ აბეზღებს ისეთ ხალხს ღმერთთან, ვინცაც ღმერთი მიიჩნევს მის ერთგულ ადამიანად. და ადამიანებთან ახლა ადამ და ევას ტექსტზე გადავალთ, აბეზღებს ღმერთს და წარმოაჩენს ღმერთს ისე, როგორც თვითონ უნდა რომ წარმოაჩინოს. ანუ ცილისმწამებელი, დამბეზღებელი, მაცდური, ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ტიტულია ახალ აღთქმაში ეშმაკის მიმართ, სატანის მიმართ, ვოლანდის მიმართ. ასევე არის ესეთი ზედსართავი სახელი პონეროს, მაცდური, ბოროტი, მძვინვარე, მრისხანე, რომელიც ცდილობს რომ ზიანი მიაყენოს ყოველგვარ ღვთისქმნილებას, ესე არის წარმოჩენილი. ასევე უწმინდურ სულებად არის აკათხარტოს ესეთი ზედსართავი სახელიც არის გამოყენებული ახალ აღთქმაში ბევრჯერ, როდესაც ქრისტე დევნის ბოროტსულებს ადამიანებისგან, ან პონეროს არის ბოროტის სული, ან აკათხარტოს უწმინდური სული და ასევე უძლურების სულიც ესეც არის, რომელიც ხშირად ისეთ ადამიანებშია, ვისაც დაავადებები და სისუსტეები აქვთ. უტყვისული ესეთი ტიტულატურაც აქვს, რომელიც ზოგ ადამიანში სახლდება და მას მეტყველების უნარს ართმევს. თავარი ამა სოფლისა, ესეც იწოდება, იმიტომ რომ ისე მოქმედებს ეშმაკი, რომ შეძლოს გახდეს მთავარი ამ წუთის სოფლის. ან ცდილობდეს წარმოაჩინოს თავი ისე, რომ თვითონ მართავს წუთის სოფელს. ბელზებუელი ეს ძველ აღთქმაშიც არის და ახალ აღთქმაშიც და ბუზების მეუფეს ნიშნავს, ებრაულიდან არის ეს დამცინავი ტიტულატურა ეშმაკის მიმართ შექმნილი, რომ ღმერთთან შედარებით მისი ბზუილი თითქოს არაფერს არ წარმოადგენს. ეს დატვირთვა აქვს ამ ტიტულს. და დიდი გველეშაპი გამოცხადების თავში ასე იწოდება ის, რომელსაც უკვე რამდენიმე თავი აქვს, ძალიან დიდია, ის გამძღარია მართალთა სისხლით, გამძღარია ჭეშმარიტი ღვთისმსახურების ტანჯვით, გამძღარია და გაზრდილია მოწამეების სისხლით და აი ამით იკვებება და ამიტომ ის გველეშაპად არის უკვე წარმოდგენილი გამოცხადების წიგნში, რომელიც მარცხდება საბოლოოდ. სიცრუის მამა ასე უწოდებს ქრისტე იუდეველებთან საუბარში ეშმაკს. მკვლელი, მპარავი და დამღუპველი ეუბნება იუდეველს. ის მოვიდა იმისთვის, რომ მოიპაროს, მოკლას და დაღუპოს. მე კი მოვედი, რომ გქონდეთ სიცოცხლე და უხვად გქონდეთ. ეს არის თვითონ დახასიათება ეშმაკის, დაგჭირდებოდა ეს იმიტომ, რომ გავიგოთ ბიბლიაში როგორ არის ის დახასიათებული. მაგრამ ასევე მარტო უარყოფითი არა აქვს. ტექსტი, ეხლა ვიწყებთ საუბარს, რა უთხრა სატანამ ევას. ამ ტექსტზე. პირველი ტექსტი, სადაც ჩნდება ზოგადად ვოლანდი, ანუ სატანა. ბიბლიურ თხრობაში ეს არის შესაქმის დაბადების მესამე თავი, ტრაგიკული ისტორია ადამის და ევას დაცემის შესახებ. განმარტებას რაც შეეხება ლიბერალური ღვთისმეტყველება თეოლოგია მიიჩნევს, რომ ეს არის იგავი, ტრადიციული ღვთისმეტყველება მიიჩნევს, რომ ეს რეალურად მომხდარი ამბავია. ნებისმიერ შემთხვევაში იგავად ჩათვლი ამას თუ რეალურ ამბავად ადამიანის დაცემის შესახებ მოთხრობილი ნარატივი ამბავი არის ეს. არ ვიცით რამდენ ხანს იცოცხლეს ადამმა და ევამ სამოთხეში, ანუ ედემის ბაღში.
ჩვენ არ ვიცით რამდენი დრო გავიდა და როდის შეაცდინა. ვარაუდები არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდებია. აქ რას მინდა ხაზი გაუშვა, ეხლა ჩვენ რო ვილაპარაკეთ ეშმაკი უკვე დაცემული ერთ-ერთი ქერუბიმი, რომელიც ლუციფერი იყო, დაეცა და გახდა ეშმაკი ვოლანდი, მაგრამ უყურეთ რა ხდება. ვოლანდის დაცემით თელ სამყაროზე არ არის გადმოდებული არასრულყოფილება. ღვთისქმნილების გვირგვინი ბიბლიის თხრობის თანახმად არის ადამიანი და ვოლანს უნდა რომ ადამიანი დაეცეს რომ ყველა ქმნილებაზე გადმოვიდეს არასრულყოფილება, იმიტომ რომ ადამიანი არის ღმერთის მიერ დაყენებული მეუფე ყველა ქმნილებაზე გვირგვინი ღვთისქმნილების და ამიტომ მიდის ევასთან და ადამთან რომ თვითონ ხო დაეცა, მაგრამ ეს არ გადაედო სხვა ქმნილებებს. ადამი და ევა რო შესწოდავენ, ევა და ადამი უფრო სწორედ. მერე უკვე სამყაროც ისეთი ხდება, დაცებელი ხდება ლომი, იქამდე მიჩნეულია რომ ეს არ იყო. მერე ჩანს რომ სამყარო ხდება არასრულყოფილი, იმიტომ რომ სამყაროს მეუფემ შესწოდა. ეს სულიერი კანონი ჩადებული ქონდა ღმერთს ბიბლიური თხრობის თანახმად და ქრისტიანული ღვთისმეტყველების თანახმად. ამიტომ მიდის გველი ევასთან და უფრო სწორედ ვოლანდი გველის სახით ევასთან და ეუბნება ესეთ რაღაცას. ნუ თუ მართლა გითხრათ ღმერთმა, რომ ბაღის არც ერთი ხიდან არ ჭამოთ. სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ხეზეა ლაპარაკი. რა ნაყოფი იყო კაცმა არ იცის. სულ აკრძალვაში უნდა ეცხოვრათ, ესეც საინტერესო საკითხია. და სულ უნდა ფიქრობენ, რომ როდესაც რაღაც დონეზე გაიზრდებოდნენ ისინი შემოქმედთან ურთიერთობაში, მერე ნება მიეცემოდათ მათ, რომ ეჭამათ ეს ამხის ნაყოფი და უკვე იმ ეფექტს არ მოახდენდა, რაც ნაადრევად ჭამას მოყვა ვოლანდის მიერ შეცდენის შედეგად. ევა პასუხობს: ბაღის ხის ნაყოფები გვეჭმევა გარდა ერთისა, რომელიც შუა ბაღშია. გველი არ მოკვდებით, არამედ გახდებით როგორც ღმერთი. ნახევარ სიმართლეს ეუბნება. სიკეთისა და ბოროტების შემეცნების ასპექტი დევს ამ ხის ჭამაში. მაგრამ არ მოკვდებით ტყუილს ეუბნება. იმიტომ რომ უკვე ნათქვამი აქვს ღმერთს, რომ მოკვდებით თუ შეჭამთ. აქ მთავარი ის არის, რომ ევას საერთოდ არ უკვირს, რომ გველი გამოელაპარაკა მას. ანუ ეს ვერბალურად ხდება თუ რანაირად ხდება, ჩანს რომ ედემის ბაღში კომუნიკაცია ევას, ადამსა და ცხოველურ სამყაროს შორის რაღაცნაირად მიმდინარეობს. ეხლა რომ იმორჩილებენ ლომებს და წვრთნიან და რაღაც ძალისხმევით ხდება, ეთყობა მაშინ პოტენციალი სულ სხვანაირად იყო და ესეც ეს ძალისხმევაც არ იყო საჭირო. სამყაროს მეუფეს ადამიანს ემორჩილებოდა სხვა სამყარო. მოკლედ ამ დიალოგის შედეგად ევა შეჭამს ამ ნაყოფს, მერე ადამსაც მიაწუდის, ის იქვე ახლოს არის, შორს არ იდგა ამ დროს, რო ამბობენ ხოლმე ადამი არ იყო იქო და მაგიტო მოხდაო, იქვე იყო ეს, ისიც ისმენს ამ ყველაფერს, რომ იმასაც აჭამა და მერე უკვე მათში შემოდის შიში, შემოდის ძრწოლვა, იმალებიან, მოდის აქ ღმერთი. ადამი ევას გადააბრალებს, ევა გველს გადააბრალებს, ღმერთი წყევლის მიწას, წყევლის გველს და ეუბნება, რომ დედაკაცის მიერ შობილი თავს გაგიჭეჭყავს და ეს იყო პირველი წინასწარმეტყველება, რომ უნდა მოვიდეს ღვთისძე ქრისტე, რომელიც
ჯვარზე სიკვდილით თავს გაუჭეჭყავს სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი. პირველი წინასწარმეტყველება რომ უნდა დამარცხდეს ვოლანდი ერთ დროს. აქ შემოდის პირველი ქმნილი ცოდვის ასპექტი, ამაზეც ცოტა უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ეს არის ევასთან ვოლანდის საუბრის შედეგად გამოწვეული რამ. პირველ ქმნილ ცოდვაში არის ის, რომ ადამიანმა დაკარგა თავისი სამართლიანობა ღვთის წინაშე, დაკარგა სრულყოფილება, დაკარგა უკვდაობა, ის ფიზიკურად სულიერად მოკვდა პირველ რიგში და მერე ეს ფიზიკურ სიკვდილზეც აისახა. ცოდვისკენ მიდრეკილება ჩაისახა მასში, ხრწნილება, ტანჯვა, სიკვდილი, ეს ყველაფერი ხდება აი ამ დაუმორჩილებლობის გამო. მათი გამოდევნა ხდება ედემის ბაღიდან, იქ ორი ქერუბიმი არის დაყენებული და წარღუნამდე წარმოიდგინეთ ბიბლიურ თხრობაში არის ისე რომ ეს ედემის ბაღი დაცულია ქერუბიმებით, იცის ხალხმა რომ იქ ედემის ბაღია, მაგრამ ვერავინ ვერ შედის. მაგრამ საინტერესო პიროვნება მეხუთე თავში შესაქმეს წიგნში ენოქი გადაყვანილი იქნა სიკვდილის გარეშე და ბევრი ფიქრობს რომ ენოქმა შეძლო შეღწევა ედემის ბაღში. ადამი და ევა გამოგდებულები არიან, ხოლო მათი შთამომავალი ღვთის მოსაობის გამო შეყვანილია ედემის ბაღში. წარღვნის მერე ეს გეოლოკაცია ქრება ბიბლიურ თხრობაში, აღარ არსებობს ედემის ბაღი მატერიალურ სივრცეში. ეს ზღვარი მატერიალურსა და სულიერს შორის, რომელიც დღეს არის, ჩემი პირადი და კერძო აზრია ეს არ არის საღვთისმეტყველოდ მიღებული აზრი ყველგან, რომ ფიქრობ, რომ ზუსტად ამ შეცოდების შედეგად გაჩნდა სულიერსა და მატერიალურს შორის ზღვარი. იქამდე მათთვის ბუნებრივია იმ რეალობაში ყოფნა და საერთოდ არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ რაღაცა დაცვა იყოს ედემის ბაღთან, რომ ვერავინ ვერ შევიდეს. აი ესეთი ტრაგიკული ისტორია გვაქვს, პირველი ამბავი ცოდვის შემოსვლისა ვოლანდის მოღვაწეობის მეშვეობით. მეორე მომენტი ყველაზე მკაფიოდ გამოკვეთილი ბიბლიაში. ამაზე მესამე ლექცია გვექნება იობის წიგნი, მაგრამ მოკლედ მინდა ვთქვა. უკვე დაცემულ მდგომარეობაში არის იობი ცხოვრობს, მაშინ ჯერ არ არსებობს წმინდა წერილი. ორიგენეს აზრით იობის წიგნი ყველაზე ადრეული წიგნია ბიბლიურ წიგნებს შორის და დაახლოებით ფიქრობენ რომ ეს არის აბრაამის დროინდელი ან ცოტა შემდეგ ან მოსეს პარალელურად არსებობდა იობი, მაგრამ იქ საერთოდ არ არის ნახსენები ისრაელის, საერთოდ არ არის ნახსენები აბრაამის, საერთოდ არ არის ნახსენები იუდეველები, არ არის ნახსენები მათი ღმერთი როგორც ასეთი, არამედ არის იობი, რომელიც მართალი კაცია, ბოროტებას განრიდებული, ღმერთი თვითონ ახასიათებს ასე. 2002 წელს თქვი უკვე, მაგრამ გავიმეორებ, ნორვეგიულ ასეულში, კლუბის წიგნთა ასეულში შევიდა იობის წიგნი. როგორც ერთადერთი ბიბლიური წიგნია, რომელიც შევიდა ამ ასეულში. მეხუთე ნომრით. როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ფილოსოფიური, თეოლოგიური და პოეტური ნაწარმოები. იქ ხედავთ ორ დიალოგს. პირველად მოდის სატანა და ღმერთი ეკითხება, სად იყავი, დავხეტიალობდი. ნახე იობი ჩემი მართალი მსახური. კი. და სატანა ეუბნება, ვოლანდი ეუბნება, რომ ყვილად კი არ არისო ერთგულიო. აბა ეს გაუკეთეო და ნახაო თუ გიერთგულებსო. ყველაფერს წაართმევს, მერე მეორე დიალოგიც არის, მერე უკვე ფიზიკურად დაავადებას შეყრის და მაინც ერთგულებას იჩენს იობი.
და იობი არ იტარჯება, იმიტომ რომ რაღაცა შესწოდა. აი ეს არის მთელი სირთულე ამ წიგნის, რაზეც მესამე ლექციაში დეტალურად ვისაუბრებთ. უკვე ორი ასპექტი წამოვწიეთ ბოროტებისა. პირველი მეტაფიზიკური ასპექტი, რომ შესწოდა ქერუბიმმა და გახდა ვოლანდი სატანა და შემდეგ მან შეძლო და აცდუნა ევა და ადამი და შემოიტანა ცოდვა სამყაროს მეუფეს მეშვეობით მთელ სამყაროზე და არასრულყოფილება ჩათესა მთელს ქმნილებაში. მესამე ასპექტი ბოროტების ეს არის სტიქიური უბედურებები, მიწისძვრები, ცუნამი და სხვადასხვა მოვლენა, რომელიც ჩვენზე პირადად არ არის დამოკიდებული. აი სამი ასპექტი ბოროტების არსებობის და ტანჯვის ძალიან ამ კუთხით რაც არ უნდა განიხილო, რატო იტანჯება ვინმე ან რამე, ყოველთვის ამ სფეროებზე მოგიწევს გასვლა, იმიტომ რომ ვერაცდები. ხა ბიბლიურ თხრობას ვინც არ უჯერებს, ჩვენ ამ კონტექსტში განვიხილავთ, მისთვის სტიქიური უბედურებები და ეს ყველაფერი თუ ღმერთის არსებობას დაუშვებს, მისთვის ეს არის, რომ ღმერთი აი ესეთი მრისხანე და ბოროტია და უშვებს ამ ყველაფერს. ცალკე განიხილავს ამ ყველაფერს. 2007-2008 წელს იყო სენატორი ამერიკაში, რომელმაც ღმერთს უჩივლა ამ სტიქიური უბედურებების გამო. ერნი ჩერბერსი 2007-2008 წელს. საჩივარი შეიტანა დუგლასის ოლქის სასამართლოში. შტატს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ნამდვილად მოხდა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ნებრასკას შტატში, კი ბატონო. ხო, იქ და საჩივარი შეიტანა ღმერთზე, რომ აი ეს სტიქიური უბედურებების გამო უნდა ღმერთს მოვთხოვოთ მორალური ანაზღაურება. რა თქმა უნდა, ეს საჩივარი ისто ნამდვილი ფაქტია, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მოხდა ეს, სენატორი იყო ეს კაცი, ერნი ჩერბერსი. ნებრასკას შტატში, დუგლასის ოლქის სასამართლოში შეიტანა ეს საჩივარი. დღეს არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ გამახსენდა უბრალოდ და მოგიყევით. საინტერესო იყო ჩემთვის ამის წაკითხვა და ნუ ცხადია ხა სასამართლოზე როგორ მოიყვანენ ღმერთს, ხო, რომ ხა გამოკითხონ. ამიტომ უგულებელყვეს მისი ეს საჩივარი, მაგრამ ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა საზოგადოებაში ამ ფაქტმა თვითონ როგორც ასეთმა. რაც იმას ადასტურებს, რაც უკვე ჩვენ თქვით, რომ აი ამ სტიქიურ უბედურებებს, როგორც ღმერთისგან წამოსულ ბოროტების შეფასებას, აი ეს გამოვლინება იყო ამ კაცის მეშვეობით ეს. ყველა ადამიანში არის ეს ბუნტი და ეს არ არსებობს ადამიანი, რომ რაღაც პერიოდში თავის ცხოვრების თქვას, რომ მე აეხლა უსამართლოდ ვიტანჯებ. საერთოდ მითი არის, რომ სამყარო სამართლიანია და შეიძლება სამართლიანი იყოს. თლიანად ცხოვრებას რო გადახედო, უსამართლობა არ არის ასე. უფრო მეტიც ერთ-ერთი ფსალმუნი არის, სადაც ასაფის ფსალმუნია, სადაც ეს კაცი წერს, რომ რატო არის, რომ ეს ბოროტი ადამიანები ამდენ ხანს ცხოვრობენ, მრავლდებიან, ყველაფერი კარგად აქვთ, კეთილდღეობაც აქვთ და კინაღამ შეცდა ჩემი ფეხი და პრეტენზიებს გამოთქმავს ღმერთის წინაშე. იობიც ამბობს ამას თავის მეგობრებთან, აი როცა მესამე ლექცია გვექნება, აუცილებლად შევეხებით. ისიც ეუბნება, ამბობს თავის მეგობრებს, ეუბნება, რომ რატო არის, რომ კეთილდღეობენ ეს ბოროტი ადამიანები? და ჯობია რომ გაჩუმდეთო თავის მეგობრებს ეუბნება. ნეტა დადუმდებოდეთო. ამაო მკურნალები ხართო ეს ეუბნება თავის მეგობრებს, რომლებიც ძალიან ღრმა მოაზროვნეები არიან, მაგრამ ცდებიან მასთან დიალოგში და საინტერესო იქნება ამ წიგნის განხილვა მესამე ლექციაში ცალკე.
ახლა რა უთხრა სატანამ იესო ქრისტეს? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ისტორია, რომელიც საგონებელში გვაგდებს თითქოს ერთის შეხედვით მარტივი ისტორია, მაგრამ არ არის მარტივი. რატომ დავსვათ კითხვები? სანამ განვიხილავ ამ დიალოგს ქრისტესა და ეშმაკ შორის, როდესაც ის ცდილობს რომ აცდუნოს ის, როდესაც ის 40 დღე მარხულობს, ბოლოს მოშივდა წერია და მევიდა ეშმაკი მასთან. იცოდა თუ არა ვოლანდმა ვინ იყო იესო ქრისტე? თუ იცოდა, ისიც უნდა სწოდნოდა, რომ სამყაროს შემოქმედი, სამების ერთ-ერთი იპოსტასი ღვთისძე, ლოგოსი, რომელიც განკაცდა და იესო ქრისტეა, ვერაფრით ვერ შეცდებოდა ქმნილების მეშვეობით. მერე განვიხილოთ შეკითხვები. იცოდა თუ არა ეშმაკმა, რომ ჯვარზე სიკვდილით გამოსყიდვა მოხდებოდა კაცობრიობის. წმინდა მამები ამბობენ, რომ არ იცოდა ეს ბოლომდე, დაუფარა. მოკლედ ამაზე ბევრი დავა, მაგრამ არსებობს ესეთი საინტერესო და უდიდესი მოწამე მე პირველ საუკუნედ 107 წელს ეწამა ეგნატე ღმერთშემოსილი. მას რამ ბევრი ეპისტოლე აქვს დაწერილი და ის სანამ ვეფხვებთან და ლომებთან მას გადააგდებდნენ და შეჭამდნენ ლომები მას და მოწამეობრივად მოკდებოდა გზა და გზა წერდა ამ ეგნატე ანტიოქიელი, იგივე ღმერთშემოსილი თეოფოროს. ეფესელთა წერილი აქვს და მე-19 თავში ეფესელთა წერილში ეგნატე ღმერთშემოსილი წერს, რომ ბოროტს, ანუ ვოლანდს დაეფარაო სამი რამ. შეგვიძლია არ დავეთანხმოთ, მაგრამ საინტერესო მოსაზრებაა. მარიამის ქალწულობა ღვთისმშობლისო, იესოს შობა ქალწულისგან და ქრისტეს სიკვდილი ჯვარზე, ანუ რისთვის უნდა მომხდარიყო. მაგრამ როდესაც ბოროტსულებს დევნის იესო ქრისტე, თითქმის ყველა ეუბნება, რომ დროზე ასრე მოსულ ხარ, რა გინდა ჩვენგან, გიცნობ შენ ღვთისწმინდა, მაგრამ ღვთისწმინდა ეს ტიტულატურა ჩვეულებრივ ღვთისმსახურებისადმიც იყო გამოყენებული. ამიტომ არ არიან დარწმუნებული, რომ ბოლომდე იცოდა თუ არა ვოლანდმა ვინ იყო ქრისტეს პიროვნება. აი ეგნატე ღმერთშემოსილი აი ამ სამ საიდუმლოს უწოდებს ამას, მარიამის ქალწულობის დაფარვა, იესოს შობა ქალწულისგან და ქრისტეს სიკვდილი ჯვარზე, ამ ყველაფრის არსი დაუფარა ღმერთმა ვოლანდს. მაგრამ როდესაც იესო ქრისტე მარხულობს თავისი მსახურების დაწყების წინ, მოდის ვოლანდი მასთან და ეუბნება: თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი რომ ეს ქვები პურებად იქცნენ. სამოთხის ბაღშიც საჭმლით მიმდინარეობს ცუნება და აქაც. ქრისტე რას პასუხობს? დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთისპირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით. წმინდა წერილიდან პასუხობს. კერძოდ მოსეს 5 წიგნეულის ბოლო წიგნი, მეორე რჯულის, მერვე თავი, მესამე მუხლი. ისევ მაცდური ეუბნება ახლა. თუ ღმერთის ძე ხარ, გადავარდი აქედან, რადგან დაწერილია თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას არ წამოკრა ფეხი. ფსალმუნიდან მოყავს ციტატა, ძალიან კარგად იცის წმინდა წერილი. ნახეთ უკვე ვოლანდი რას აკეთებს. ტექსტის ინტერპრეტაციის კონფლიქტს იწიღებს მართალ ადამიანთან. ძალიან კარგად იცის ვოლანდმა რა არის დაწერილი და ეს ჩანს ოსტატი და მარგარიტაშიც ჩვენ ამას ნახავთ, როგორ სპეკულირებს იქაც.
ტყუილს არ ეუბნება ეს მართლა წერია ფსალმუნში. არანაირად ტყუილს არ ეუბნება. მაგრამ мотивация აქვს სხვა, რომ როგორც ევა და ადამი აცდუნა, ისე უნდა აცდუნოს ეს მართალი ადამიანი, იესო ქრისტე. ეს გამოცდაც დამთავრდა და ახლა ისევ პასუხობს ქრისტე. ასევე დაწერილი არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი. ნახეთ ისევ ტექსტის ინტერპრეტაციის კონფლიქტია. ამით ეუბნება, რომ შენს მიერ განმარტებული ტექსტი კონკრეტულ სიტუაციაში ამოგლეჯილია კონტექსტიდან და არასწორ გამოყენებას უკეთებს შენ მას. ის რომ დაწერილია ფსალმუნში, რომ ასე დაგიცავს ღმერთი, მოქმედებს მაშინ, როდესაც არ სცდი შენ. ამას ეუბნება იესო ქრისტე ამ პასუხით. ეხლა არ ნებდება მესამე ეტაპიც არსებობს აქ, მაცდური. ისევ წაიყვანა იგი ვოლანდმა, ანუ სატანამ ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე და უჩვენა მას ქვეყნიერების ყველა სამეფო და მათი დიდება. და ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ. თუ იცოდა ვოლანდმა, ვინ იყო იესო ქრისტე, რანაირად თხოვს მას, რომ თაყვანის წეს. თუნდაც დაცემულ ვოლანდს კარგად არ აქვს გაცნობიერებული, რომ სამყაროს შემოქმედ იმას არ სცემს თაყვანს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მან ბოლომდე ეს არ იცოდა. გრძნობს დიდ ძალას ამ პიროვნებაში და ამიტომ ცდილობს, რომ აცდუნოს. არ ვამბობ, რომ ცალსახაა ჩემი პასუხი და 100%-იანია, მაგრამ ეს აზრი მაწუხებს დღემდე, იცოდა არ იცოდა. საკამათო საკითხია, მაგრამ დიალოგი მიმდინარეობს. და ბოლოს პასუხობს ქრისტე, განვე ჩემგან სატანა ვოლანდ, რადგან დაწერილია, უფალ შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე. იესომ რა თქმა უნდა იცოდა. ახალი აღთქმის თხრობით და ბიბლიური თხრობით იესო ქრისტე არის სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასი და ღმერთია, დაუსაბამოა და ცხადია იცის. ყველა შეკითხვა მაინც ღმერთის მიმართულებით მიდის და ყველა ბრალდება. რატომ არ ადექი და არ გაანადგურე დაცემული ქერუბიმი და დამთავრდებოდა ყველა ბოროტება. ბოლო მოეღებოდა ამ ყველაფერს. ხო გვაქვს ეს პრეტენზია შინაგანად. დაეცა ის ანგელოზი, ის ქერუბიმი, ლუციფერი. მოსპე იმ თავის მომხრეებთან ერთად და აღარ გადავა შენს ქმნილების გვირგვინზე ადამიანზე შეწოდება. ყველა ადამიანს მორწმუნეს, ურწმუნოს, ათეისტს ეს თხრობა, ვისაც აქვს საკითხი. ყველას უჩდება ეს აზრი და ეს შემართება, რომ რატომ არის, რომ არ მოისპოეს. და დღემდე ცოცხალია ის და დღემდე აცდუნებს მრავალ ადამიანს. აი აქ წამოიწევს საკითხი ალიანსისა. და შემდეგი ტექსტი არის ის, როდესაც პეტრეს ეუბნება იესო ქრისტე, ლუკას ახარებლის 22 თავში. სიმონ, სიმონ, სატანა მითხოვა, რომ გაგცხრილოთ თქვენ. ვისგან ითხოვა? ღმერთისგან, მისგან. და მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაელიოს შენი რწმენა და როცა მოექცევი, განამტკიცე შენი ძმები. ნუ იქ პეტრე თავს იკლავს და ამბობს, რომ არა, ყველამ რო გიღალატოს მე არა, ყველა იგივეს ამბობდა წერს მათ ემახარებელი და მოკლედ ყველა მოღალატა.
ვერავინ ვერ ჩააბარა ეგ გამოცდა. ვოლანდმა ყველა მოციქული აცდუნა, ერთმა თავიც კი ჩამოიხრჩო, სუიციდით მოკვდა. იუდა. ძალიან ტრაგიკული ამბავია ერთი შეხედვით. ამიტომ ეს ჯანყი, ბუნტი ბუნებრივია ყველა ადამიანს აქვს, მორწმუნესაც და ურწმუნოსაც და აგნოსტიკოს, ათეისტს, ფილოსოფოს, თეოლოგს, რელიგიათწოდნეს, ლიტერატურათწოდნეს და მთელი ფილოსოფიაც, ლიტერატურათწოდნეობაც, პოეზიაც, ბოროტების და სიკეთის, ჭიდილისა და ბრძოლის თემატიკა ყველგან არის სხვადასხვა ასპექტით წარმოჩენილი, ზოგად დუალისტურად, ზოგად თანასწორი არიან ბოროტება და სიკეთე, ზოგან და ხშირად ბოროტს დაძლია კეთილმალ, მაგრამ ვერ გავექცევით რა რელიგიური ტექსტიც არ უნდა აიღო, ყველგან არის ეს საკითხი და რა ფილოსოფიური ტექსტიც არ უნდა აიღო, ყველგან არის ეს საკითხი. ვერ აბარებენ მოციქულები გამოცდას და აქ რამდენიმე საკითხი წამოიწევს. ემორჩილება თუ არა სატანა ვოლანდი ღმერთს. რით განსხვავდება სატანის ვოლანდის ღვთისადმი მორჩილება სხვა ანგელოსთან მორჩილებისგან? ხომ არ იქნებოდა უკეთესი დაცემული ანგელოზი და მისი დასი გაენადგურებინა ღმერთს? ეს შეკითხვები მოვიფიქრე ამ პროცესში. სატანა თანამშრომლობს ღმერთთან, ასევე ჩანს ბიბლიაში. ერთი ტექსტი არის კიდე და მე კიდე რამდენიმე საკითხს შევეხო. არსებობს ესეთი ტექსტი, ეს თემატიკა გვექნება ცალკეც, რა თქმა უნდა, მეოთხე ლექცია ცრუ წინასწარმეტყველებისა და ჭეშმარიტ წინასწარმეტყველების დაპირისპირება, მაგრამ აქაც ერთი ტექსტი მაინც ავიღე, საინტერესოა. მესამე მეფეთა წიგნში 22 თავში საინტერესო ტექსტი გვაქვს ძალიან. ამ დროს ისრაელის სამეფო არის გაყოფილი ორად. ჩრდილოეთ სამეფო და სამხრეთ სამეფო. სამხრეთ სამეფოში 2 ტომია, იუდას ტომი და ბენიამინის ტომი, დანარჩენი 10 ტომი ჩრდილოეთ სამეფოში. ჩრდილოეთ სამეფოში ახაბი არის ერთ-ერთი ძალიან წარმართობაში ჩავარდნილი ეროვნებით ებრაელი მეფე, აქეთ იოშაფატი არის ერთგული მეფე იუდას. იოშაფატს დამოყრებულები არიან ესენი ასევე და მე ამ ასე ვთქვათ ახაბის ოჯახის გავლენა იქითაც ცუდად დაისახება, მაგრამ მოკლედ ეს ორი მეფე ახაბს უნდა რომ ეომოს ომი გამართოს და ეუბნება ერთად წავიდეთ ომში და იოშაფატი ეუბნება მოდიო დავეკითხოთ რა წინასწარმეტყველებს. ახაბს ყავს 400-მდე წინასწარმეტყველი და დაეკითხებიან და ყველა ერთნაირად ჭიკჭიკებს, წადი, გაიმარჯვება, მას იზამ ილუსტრაციებსაც ატარებენ იქ დემონსტრირებულად და იოშაფატს არ მოეწონება რაღაცაო ესო ხელოვნური ჩანს თითქოს ეჩვენება ესე სხვა არ არისო ვინმეო არიო აქ ერთიო მაგრამ ისო ისეთ ცუდ რაღაცებს მიწინასწარმეტყველებს არ მევასებაო ისო რა მოიყვანეო რა ის ვინც ეხა ამ წინასწარმეტყველის მიქა არის ეს წინასწარმეტყველი ესე ქვია მიდიან იმის მოსაყვანად და იცოდეო იქ ორი მეფეაო და ყველა წინასწარმეტყველი ამბობს რომ გაიმარჯვებენო შენც თქვიო რა რომ გაიმარჯვებენო რა ნუ შენც კარგად იქნები ჩვენც და მოკლედ რა წავდა იტყვის იცის რომ ორმოს ჩააგდებენ ანუ იტყვის რომ წადი
ეს შეატყობს ახაბი, რომ რაღაცასო მიმალავო შენო, არ ის არ ახარო, რასაც შენ ეხა ამბობ. კაიო, სიმართლე გინდაო და მოკვდებიო შენ ამ ომშიო და დამარცხდებით ამ ომში. ჩააგდეთო ეს ხაროში, აი ჩააგდებენ ამ საწყალს. იცოდა რომ ეგელოდებოდა და თავიდან იმიტომ თქვა ის. მოკლედ ჩააგდებენ ორმოში. ყველაფერი ახდება ისე როგორც თქვა ერთმა კაცმა. მაგრამ იქ არის ერთი მომენტი. ხილვაში ეს მიქა როცა ლაპარაკობს ამ ყველაფერზე ვნახეო ესეო და იკითხესო ვინ წავა და ვინ გახდებაო სიცრუის სული აი ამ 400 კაცშიო და სიცრუის სულმა უთხრაო ანუ ვოლანდმა მეო წავიდა და გახდა სიცრუის სულად აი ვოლანდი მოქმედებს ღვთისმსახურებშიც კი ძალიან შემზარავი ტექსტია და რა არის მისთვის ყველაზე კარგი ლიანდაგი რომ იმოქმედოს ესეთ მდგომარეობაში ის რომ როდესაც ამ თხრობაში ესე ჩანს წინასწარმეტყველები ადამიანთ მაამებლობით არიან დაკავებული აი მაშინ ვოლანდისთვის ეს კაი ნიადაგია რომ უთხრას მათ ის რაც მას სურს აჭიკჭიკოს ისე რომ აამოს ადამიანებს მაგრამ საბოლოოდ გააწბილოს თვითონ ესენიც და ისინიც სიცრუის მამა ერთ-ერთი მისი მახასიათებელი ერთ პერსონაჟსაც მინდა შევეხო, რომელსაც მეოთხე ლექციაში უფრო დეტალურად შევეხებით და მე ვფიქრობ დავამთავრებ და მე შეკითხვები. მოსეს 5 წიგნეულში, რიცხვთა წიგნში ჩნდება ესეთი პიროვნება, როგორც არის ბალაამი, ბილყამი იგივე. პარალელურად ისრაელის ხალხი არსებობს, ეს კიდე დაქირავებულია იქ რომ დაწყევლონ ისრაელი, იმიტომ რომ გაგონილი აქვს თუ აი ეგვიპტეს რა დამართა და ამ კაცს ღმერთი ელაპარაკება ამ ტექსტში ჩანს. ნუ ბოლოს ისე შეექმნება საქმე რომ ვერ დაწყევლის. იმიტომ რომ ღმერთი თვითონ ეუბნება არ დაწყევლო, არა დალოცეო, მაგას დეტალურად განვიხილავთ მეოთხე ლექციაში. უბრალოდ კარგი კულმინაცია იქნება მე და იმასაც კი წინასწარმეტყველებს, რომ ისრაელში გაჩნდება მხსნელი, ანუ ხედავ სისკრის ვარსკვლავს და ქრისტეზე ლაპარაკობს. მაგრამ ეს კაცი ცუ წინასწარმეტყველად არის დახასიათებული, როგორც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაში. ახალ აღთქმაში აქვს ესეთი მახასიათებელი, რომ მანო შეიყვარაო უსამართლობის საზღაური, ანუ ის მეფე, ვინც უკვეთდა ისრაელის დაწყევლას, დიდ თანხას თავაზობს და საბოლოოდ მან აიღო ეს თანხა, როგორც ჩანს. და რომ ვერ დაწყევლა ისრაელი, მერე ასწავლის იმათ, რომ როგორ უნდა აცნუნო თქვენო ოყავთო ლამაზი ქალბატონებიო და იმათო მაგრადევასებათ ეს ქალებიო. უშვითო ესე შეაცდინეთო მერე დაპატიჟეთ აქ თქვენ კერპებთანო და რო განუდგებაო ის თავის ღმერთს, ღმერთი თვითონ დასჯისო იმათ მერეო. და ზუსტად მაგას ეს რა სცენარი ვითარდება. აი ვოლანდი ერთის ხმრივ ჩვენ ვხედავთ მას ღმერთის აუდიენციაში, იობის წიგნში. და რასაც ავალებს ღმერთი იმას აკეთებს. მეორეს მხრივ ცდილობს რომ ადამიანებთან დააბეზღოს ღმერთი და ღმერთთან ადამიანები. არსებობს საღვთისმეტყველოს აზრში ესეთი აზრი, რომ ღმერთი იყენებს ვოლანდს სატანას როგორც ჯალათს. მაგრამ
უსამართლობის განცდა ყველა ადამიანს მაინც არ შორდება, ხო? და ეხლა დაუსვათ პირდაპირ კითხვა ღმერთს, როგორც იობი უსვამდა და სხვაებიც, რომ შენ რას გვეტყვი? ღმერთო, ან რას გვერტყვი იესო ნაზარეველო? რას გვიპასუხებ? პირდაპირ რო გქონდეთ აუდიენცია ღმერთთან, ხო, გაგიჩნდებათ ეს შეკითხვა. ან თქვენ აზრებში რატომ არის მაინც აი რამდენიც არ უნდა ვიჭიკჭიკოთ ჩვენ ვინც ამ თემაზე ვსაუბრობთ, რატომ არის სამყაროში რომ დღეში 50000 ბავშვი უწყლობით და უპურობით მოკვდება 24 საათში 50000 ბავშვი მოკვდება მხოლოდ იმიტომ რომ წყალი და პური არ აქვს მთელ სამყაროში 24 საათის განმავლობაში ყოველთვის ხდება ეს ყველაზე დიდი სასოწარკვეთილი შეძახილი კაცობრიობის ისტორიაში და ბიბლიურ თხრობაში არის ჯვარზე, როდესაც თვითონ სამების ერთ-ერთი იპოსტასი გაკრულია და ამბობს ღმერთო ჩემო რად მიმატოვე. მამას ეუბნება. ეს არის ციტატა 21 ფსალმუნიდან, რომელშიც ნაწინასწარმეტყველებია ქრისტეს ტანჯვა. ისიც კი რამდენად ვერცხლად გაიყიდება დავითის ფსალმუნი არის ორაზროვანი ტექსტები მაგალითად. იქ და მაშინაც ნიშნავს, რასაც დავითი განიცდიდა, დევნაში იყო დავითი და ასევე პარალელურად წინასწარმეტყველებასაც ნიშნავს. რომ შეხედო ჯვარს თითქოს შეკითხვები გწვენია რომ დასვა. ჩდება ესეთი. მაგრამ რომ პარალელურად უყურებ ბავშვების სიკვდილს, მაინც გიჩდება შეკითხვა. ტექსტში უყურებ იესო ნაზარეველს და შენ პირადად შენ თავს რო შეუტრიალო შეკითხვა, მე მომქცევია? ღმერთი ვოლანდის მეშვეობით უსამართლოდ. რა პასუხს გასცემდით საკუთარ თავს? ესე უფრო რთულია. ანუ პირადად შენ გააქვს რომ შენ მოგექცა განგებულება უსამართლოდ. ზოგი იტყვის რომ კი მაქვს ეგეც. იმიტომ რომ იობი იტყოდა მაგალითად 10 შვილი მომიკლა ღმერთმა ერთ დღეს. ამოვარდა ქარი უფლისგან დაემხო სახლი და 10 შვილი მომიკვდა. ჩამოვიდა ცეცხლი უფლისგან და შთანთქა ფარა და მსახური ბიჭები. იობი პირდაპირ ეუბნება ღმერთს, უსამართლოდ მეკცევი შენ მე. უფრო ჩიხში შევიყვანე ჩემი თავის და თქვენს. მაგრამ ისეთი რთული თემა არის, რომ სხვა გზა არ გვაქვს. საბოლოოდ გამოცხადების წიგნში ჩვენ ვხედავთ დამარცხებულ ვოლანდს, რომელიც ჩაგდებულია გეენაში თავის მსახურებთან ერთად, სხვათა შორის სხვა კატეგორია ხალხი არ არის იქ ჩამოთვლილი, ეშმაკი და მისი მსახურებიო. ესე წერია. განადგურდება თუ არა ვოლანდი ბოლოს და ბოლოს. იქ ნათქვამია რომ მარადის დაიტანჯება, მაგრამ არსებობს შეხედულება რომ განადგურდება, ანუ მისი ანიჰილაცია მოხდება. მარადიულად
უდროოდ არ დაიტანჯება. თუმცა ისეთი ტექსტია, რომ ვერ დაასკვნი ამას, მაგრამ ესეთ შეხედულებაც არსებობს. სანამ ბიბლიურ თხრობაში, სანამ არ მოხდება მეორედ მოსვლა, ვოლანდი ყოველთვის ეცდება თავის ხრიკებით ჩაატაროს. ჩვეულებრივ ადამიანებზე, ღვთისმსახურებზეც, რჩეულ ღვთისმსახურებზეც კი ეს ჩანს ამ დიალოგებში. საბოლოოდ მარცხდება. როგორც ჩანს, სხვა შესაძლებლობა თავისუფლების არსებობის არ არსებობს, ალბათ. ეს ყველაფერი პიროვნების თავისუფლების ფასის შედეგებია. მოდი პირველ შეკითხვას მე დავიწყებ, გარემ მიჭირავს ხელში. უძღებიშვილის მითი. და ის ამბავი, რომ ერთს 99-ს დატოვებს და ერთს გაყვება, კეთილი მწყემსი. შეიძლება თუ არა გადავიტანოთ ღმერთისა და ვოლანდის ურთიერთობაში და აი უძღებიშვილს იმიტომ ამბობ, რომ ხო არ არის აი ეს მოხეტიალე შვილი, ასე ვთქვათ, ეს იგავი ამასაც ხო არ გულისხმობს რაიმე ფორმით. ანუ არის თუ არა მოხეტიალე პიროვნება ვოლანდი? ანუ ვოლანდი არის თუ არა იგავის ის შვილი, რომელიც ცდომილი ძე არის და უნდა დაბრუნდეს მამის სახლში. საინტერესო პერსპექტივაა. ლუკას სახარებაში არის ეგ ჩაწერილი უძღებიშვილის იგავი, ან ძე შეცდომილი, ან კონტექსტი ასეთია. იქ ფარისევლები საყვედურობენ ქრისტესო, ცოდვილებთან ჭამსვამ და ამ იგავს ყვება და კლასიკური განმარტება ამ იგავის ის არის, რომ მამა იქ წარმოადგენს ღმერთს, უფროსი შვილი ეს არის რელიგიურად მოწესრიგებული კაცი, ანუ ფარისევლებს და იმ რელიგიურ საზოგადოებას წარმოადგენს, რომელიც გამართულია, ანუ ზნეობრივად მოწესრიგებულია და უმცროსი შვილი არის ეს ცოდვილი მებაჟეებს განასახიერებს, რომელიც მიდის ფლანგავს ამ ყველაფერს და რო ბრუნდება იქ რო ღორის საჭმელიც ენატრება და იმასაც რო არაჭმევენ და მამა ჩემის სახშიო მოჯამაგირებს პური აქვთ თავზე საყრელიო და დაუბრუნდებიო და შვილად ნუღარ მიმიღებსო კაცო მოჯამაგირედ ვიქნებიო მეც მსახურად. მისული არ არის რომ მამა გამოიქცევა ყელზე აკოცებს ბეჭედს დაუბრუნებს სამოსელს მისცემს საუკეთესოს ფეხსაცმელს ჩააცმევს საკლავს დაუკლავს და ნუ ზეიმობს რომ მკვდარი იყო და გაცოცხლდა. კლასიკურ საღვთისმეტყველოს აზრში ვოლანდი არ მოიაზრება როგორც უმცროსი ძე არანაირად, მაგრამ ზოგადად იგავის შენ მითი უწოდე, მაგრამ ნუ სახარებაში იგავებად ვიცით. არის ამ შეთხზული ამბავი, რაღაც იდეა რეალობიდან არის აღებული, რომლის მიზანიცაა ერთი მთავარი აზრი გადმოსცეს. ამ უძღებიშვილის იგავის ფილოსოფია ის არის, რომ შეიძლება რელიგიურად გამართული მოწესრიგებული ზნეობრივი ადამიანი უფრო ცუდ პოზიციაში აღმოჩნდეს ღმერთის წინაშე, ვიდრე ცოდვილი, რომელსაც არაფერი აღარ აქვს მოსატანი ღმერთთან გარდა თავისი ცოდვებისა და იმ ცხოვრებისა, რომელიც გულწრფელად მიდის ღმერთთან და ღმერთი დაასწრებს და ხვდება მას. ეგ კრებითი პიროვნება არის, რომელიც მოიაზრებს ყველა ადამიანს, რომ ახალი აღთქმის თხრობაში ყველა ადამიანს სჭირდება დაბრუნება ზეციური მამის სახლში და ეს არის ის უძღებიშვილი, განასახიერებს ყოველ ადამიანს. საინტერესო პერსპექტივა შემოგთავაზა გურამმა, რომ ეს ხო არ არის ვოლანდი თვითონ და
ანგელოზებს აქვთ თავისუფალი არჩევანი და ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში არის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ ეშმაკშაც ვოლანცაც აქვს შანსი მონანიების. უფრო მეტიც ზოგი ფიქრობს, რომ ბოლოს ეშმაკიც მოინანიებს. არ ვიცი. მაგრამ ახალი აღთქმის ბოლო წიგნში ხედავთ, რომ ვოლანდი, ანუ სატანა და მისი მსახურები გეენაში არიან ჩაგდებული, მაგრამ აქაც იშლება პერსპექტივა, რომ ეს გეენა ყოველთვის იქნება თუ ერთ დღეს მოისპობა და საღამოს ალეგორია. ხო. თუ ზოგი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ ალეგორია დასჭის. საერთოდ ჯამში ბიბლიურ თხრობაში არსებობს ღვთის სამსჯავროს ასპექტიც და ნეტარების ასპექტიც და განგრძობითად ეს როგორ და რანაირად იქნება ბოლომდე არავინ არ იცის. არსებობს დოგმატური ჩარჩოები და არსებობს პიროვნულად განვრცობილი საკითხის გაფართოება და ამიტომ ბევრ სივრცეს იძლევა ეს ასპექტი რომ განვავრცოთ. არ ვიცი, იქნება შენ შემოგთავაზო, როგორ შეიძლება ვოლანდი დაბრუნდეს მამის სახლში. ანუ ბიბლიურ თხრობაში კონკრეტულ ტექსტებს თუ ავიღებთ, არ ჩანს ეს. თუმცა იქ მოდიან ღვთისშვილები, ანუ ანგელოზები ღმერთის წინაშე და ეშმაკიც მოდის და ღმერთი ჩანს, რომ შემოქმედს აქვს დიალოგი ვოლანდთან. მე ამის ვარავდი რატომ კომუნიკაცია არსებობს. იმიტომ ვარავდოთ, რომ სადაც წარღვნა მოხდა, ან რაღაცების გადახოცვა მოხდა. ესე იგი, ამისი ტექნიკაც არსებობს, რომ რაღაც უწმინდურობა შეიძლება ღმერთის ჩარევით წარიხოს ਉਸ პოეზია. შესაბამისად, რომ იყოს საჭიროება, რომ ღმერთმა ეს ღილაკზეთის დაჭერა ვოლანდი შიფდილეითი გაუკეთოს, ამას გააკეთებდნენ. ახლა არ აკეთებს. ესე იგი, რაღაცა ტიპის პერსპექტივა არსებობს. ზუსტად ჩვენ არ ვიცით და ღმერთმა ზუსტად მაგ ლოგიკას ეფუძნება იმ ხალხის მოსაზრება. ამბობენ, რომ ისააკ ასური ლოცულობდა, რომ ეშმაკსაც მოინანიებინეო. მე-7 საუკუნის ასკეტი სოფლიოში ცნობილი და სამაგიდო წიგნად ითვლება მისი ასკეტიზმის შესახებ დაწერილი წიგნი. ანუ ღმერთს თხოვდა იმას, რომ ნუ ეს შენ ფიქრობ რომ არ უნდა და ისააკ ასური ფიქრობდა რომ იქნება უნდა ღმერთს ანუ და ეს ხوارების სამბოლოო პასუხი იმაზე რომ რატო არ გაანადგურა ღმერთმა დაცემული თეორია. რომ მან სამბოლოოდ მოინანიოს და ისე მიიღოს მამის პასუხი. შეიძლება რომ მიკროფონში თქვათ რომ ანუ იგავიდან მაქვს კითხვა და ჯობია დავასრულოთ. აი უძღებიშვილის იგავიდან იყო კითხვა დასმული და მანდელამ მაქვს მეც ერთი კითხვა. მანდ ხო არის რომ ორი ძმები ხო არიან, ერთ-ერთი უძღები, რომელიც წავიდა და მერე ბრუნდება და ძმა, რომელიც უკვე ბრუნდება, როცა წესზე ზარზეემია გამართული. რომელიც ყოველთვის ასე ვთქვათ, ალეგორიულად ხო ღმერთი იგულისხმება მამაში და ყოველთვის კარგი შვილი იყო, ყოველთვის ღვთის გზას ადგა და რომ მოდის და რომ ბრაზდება, რომ მამამისი ესე კარგად დახვდა თავის ძმას, ამ უძღებ პატარა ძმას, რომელმაც ზურგი აქცია და მერე ისევ მიიღეს და რო ეუბნება რა, იქ ხო ხაზი გასმულია, რომ მსხვილ ფეხას აქონელი დაუკლაო ამ უძღებს. ნასუქი ხმო. ხო, ანუ საუკეთესო რაც იყო და ტარიგი. ეს უფროსი ძმა რომ მოდის, რომელიც კარგი შვილი იყო, ხო ამას რომ ჩემთვის ერთი თიკანიც კი არ ციკანიო თუ რაღაც პატარაც კი არასდროს დაგიკლავთსო და ესე იგი რაღაც პარალელი ხო ისე იმის რომ ანუ კარგად ვინც მიყვებოდა, ანუ კარგად ვინც იქცეოდა მართლა ღვთის გზას ადგა, ის გამოვიდა რომ არაფერი იმას, ეგ თითქოს ეგრეც უნდა ყოფილიყო და ვინც ცუდად მოიქცა და მერე მოინანია, დაბრუნდა და უსამართლობის განცდა ხო ესე ჩანს. ეს იგავი რო წავკითხე მე ესე აღვიქვი რომ უსამართლობის განცდა დაეუფლა უფროს ძმას და აი ეს სამართალი უსამართლობის მხრივ რო შევხედოთ ღმერთის აი ამ შვილებთან დამოკიდებულებას,
რა პერსპექტივაა და რას მოიაზრებ და ეხლა უყურეთ. მან მე-15 თავი არის ლუკას სახარებაში და თუ დაიწყებთ, იქ ჩანს, რომ როგორც თქვი კონტექსტი არის საყვედურობენ ქრისტეს ცოდვილებთან რატო ჭამსო და ეს ფარისევლები, ანუ რელიგიურად ზედმიწევნით რომ ასრულებენ ყველაფერს. უფროსი ძე განასახიერებს რელიგიურად გამართულ პიროვნებას. ასრულებს ყველაფერს, მაგრამ რაში ყოველთვის რელიგიურ ხალხთან აქვს ქრისტეს კონფლიქტი. უпростоრეთ იმათ ქრისტესთან. რატო? იმიტომ რომ თავიანთი ცხოვრების წესი გონიათ რომ ძალიან მაგარია. ანუ რა გამოდის რომ შეიძლება შენი რელიგიური მდგომარეობით სხვებს ყოველთვის უყურებდი. რო ეუბნება იმას რომ ერთი ციკანიცა ყველაფერი აქ რაც აქ არისო შენი არ არისო, მამა ეუბნება. ანუ ის ცრუბრალდება, რასაც უფროსი ძე ამბობს. უფროს ძეს მიაჩნია რომ ეს ადამიანი ვინც კუთვნილი ქონება გაფლანგა და ესე მოვიდა არაფრით, აღარაა ღირსი რომ შვილად იწოდებოს. იონე ოქროპირი განმარტავს რომ ის ნასუქი ხბო ქრისტეს ალეგორია, რომ ის იკვლევაო ყველასთვის. ანუ საინტერესო პერსპექტივას თავაზობს ეგეც ოქროპირიც. ყველა არ ეთანხმება, მაგრამ საინტერესო აზრია და მერე ის იგავიც ხო არის ზოგმა 2 საათი იმუშავა, ზოგმა ბოლოს მოვიდა. ანუ ზოგი ადამიანი მთელი ცხოვრება ცოდავს და სიკვდილის წინ მართლა აქვს სინანული. იმიტომ კი არინანიებს რომ კვდება. უბრალოდ გაიაზრა და იმას ღებულობს ღმერთი და მთელი ცხოვრება რომ ასრულებ, არ მრუშობ, არ ლოთობ, წესიერ ცხოვრობ და შენ პრეტენზია გიჩდება ღმერთთან რომ მეც გადარჩენა ცხონება და იმასაც რანაირად ადამიანური შეხედულებით ეს მოჯამაგირის პოზიციაა უფრო. მე ესე ვიცხოვრებ და ღმერთი მომაგებს ამას. და ზუსტად წინა იმაზე შეკითხვა პასუხი რო იყო მაშინაც თქვი რომ მაქსიმე ახსარებელი განიხილავს ადამიანს სამდგომარეობაში ერთი როგორც მონა სხვა გზა არ აქვს და ასრულებს, მეორე როგორც მოჯამაგირე უნდა რომ ანაზღაურება მოყვეს შესაბამისით და მესამე როგორც მამას მიმართავს და მამას როგორ მიმართავს შვილი რომ შეცდომითაც ყველაფრით ანუ ის მაინც მამაა. და ეგ იგავი იმაზეა ზუსტად რომ ყველა ადამიანს აქვს მისასვლელი მამაზეც ერთთან და შენ არავინ არ გეკითხება. შენ იცხოვრე წესიერად? იყუჩე, ანუ სხვის ცხოვრებაში ეს ვერ განმეორდება. იმას თავის გზა გაუვლია, შენი გზა გაგივლია და ასე მრავალი ადამიანის გზა არის და ყველასთვის ღია უძღები შვილის იგავში ყველა ადამიანისთვის ღია არის მამის კარი. მან ისიც ხო ჩანს რომ წავიდა ეს უძღები შვილი თავიდან რომ გაიყვნენ. იმათ ხო ჩანს კარგად რომ მამის ქონება გაიყო 2-ად. და ვისი ქონებით გაუმართეს ეხლა? 2-ად არა, მისი კუთვნილი წილი. ხო და რაღაც პირმშოს ერგებოდა მეტი წილი. და თავისი აღარ იყო და ამ ძმამ ხო არ იფიქრა რომ თავის ამ ძმის უფროსი ძმის წილი რაც იყო იქიდან ხდებოდა ამის ზარზეიმით შეხვედრა. შეიძლება ეგეც არის, იმიტომ რომ თავისი დაგაფლანგა იმან. კი, და მამას აღარ ეს არის პირმშო უფროსი და პირმშოს ეკუთვნის მინიმუმ 2 წილით მეტი. ებრაულ კულტურაში და მაგ კულტურაში ეგრეა. უფრო მეტი წილი ეკუთვნის. დანარჩენ შვილებს უკვე უნაწილებს მამა ისე როგორც არის. იქ კულტურაში ეგრე იყო. პირმშოს ეკუთვნოდა ასევე მსხვერპლშეწირვის უფლება. სანამ ჯორჯული იყო იქამდე პირმშო წირავდა მსხვერპლს. მერე უკვე რჯული რომ მიეცათ, იქ ლევიტელებს ჰქონდათ ეს პრეროგატივა და
პირმშოსა აქვს ის პრივილეგიაც, რომ თავარი გენეტიკა მამის მაგით გრძელდება და ეს მაგ ტრადიციაში ესეა. პირმშო არის რელიგიურად, ზნეობრივად კანონმორჩილი მაგალითი პიროვნება და ეს უმცროსი შვილი კიდე ჩვეულებრივი აღვირახსნელი ესეთები ჩვენ ახლა გადმოვიტანოთ ჩვენ რეალობაში ადამიანი ვინც მარტო თავისი ამნების ცხოვრობს ხამის კლუბებში დადის შენ ცხოვრებაში არ ყარ ხამის კლუბებში ნამყოფი და შენს ლოცვებში მოგდის აზრი რომ შენ იმაზე მაგარი ტიპი ხარ და აიქ გაკ დარხეული ზუსტად ну ზუსტად ეგ არის მარტი ჩვენ მე ვფიქრობ ჩვენ დროში ქრისტე ასე მოყვებოდა ამიგავს რაღაცნაირად უფრო უკეთესად რა თქმა უნდა მაგრამ თანამედროვე ილუსტრაციებით ადამიანი არ იცის იმაზე რომ ამას აკეთებს თავის სულის გადარჩენისთვის სინამდვილეში რა და მერტისთვის კი არა მიკროფონში ვთქვათ ყველაფერი ანუ გავიმეორებ მაშინ მაგ დროს ადამიანი არ ფიქრობს იმაზე რომ ამას თავისი სულის გადარჩენისთვის აკეთებს სინამდვილეში როცა აი სულ ლოცულობს ქრისტიანულად ყველა წესის დაცვით ცხოვრობს და ასე შემდეგ და გონია რომ აკეთებს ამას იმიტომ რომ ღმერთს ჭირდება ესე იგივე აი როგორც შესაწირს რო შეწირავენ და გონიათ რომ ღმერთს უნდა ის შესაწირი დაახლოებით ეგეთი შთაბეჭდილება რჩება ხო? რა ვიცი. ხო არაფერი არ ჭირდება ღმერთს საერთოდ შენ ერთგული ხარ თაყვანცემ არცემ იობის მეგობრებიც ამაზე მსჯელობენ და იობიც ვერაფრის შემატება არ შეგიძლია თუ ამას აკეთებ შენთვისაა ეს თაყვანისცემის აუცილებლობა ქმნილებას უდგას და არა შემოქმედს ის არის და იქნება ვინც არის ანუ ბიბლიურ თხრობაში არაფრის შემატება არც ერთ ქმნილებას არ ძალუძს ძალიან სასიამოვნოა თუ შეიძლება პაატა დობურჯინძე ბატონაშა მე მაქვს ასეთ შეკითხვა მე არა ვარ ეკლესიური ადამიანი ერთ სამჯერ დავიწყე ბიბლიის კითხვა მომიწია თავის დანებება მეგობარმა მითხრა რომ ეშმაკი გებცვისო ეს არ მომეწონა მაინდა-მაინც ახლა მე იმიტომ რომ არ მიმაჩნია ღირსეულ მეტოქეთ უფრო მეტიც არ გამოიჩინება არსად ასე ვფიქრობ ხო და ეხა ძალიან კომპეტენტური შეკითხვის დასმაც მიჭირს მაგრამ ამინდა რა შეკითხვებია დავსვეცით რომ ავიღოთ სიტყვა ეშმაკი ხო ეშმაკი რომლის წინაშე ზრწის მთელი კაცობრიობა და რა ვიცი ფილოსოფიური აზროვნება და 1000 გამოსავალი და ვერსია ხო თუნდაც აი ლექსიკოგრაფიულად რო შევხედოთ ხო ქართულ ენაში მაგალითად როგორ აღმოჩნდა რომ ამ სიტყვა ეშმაკს გააჩნია მეორე მნიშვნელობა ზეცართავი სახელია რომელიც გამოიყენება პატარა ბავშვების მიმართ რაც ნიშნავს აი მოხერხებულს ხო აი შეეშმაკოში ასე თუ ანუ ძალიან გაუბრალოებულია ხო ესია რომ აი შეეშმაკო და პირიქით ქებითაც კი მოიხსენიებთ ხოლმე და საერთოდ მე რა მგონია იცით რომ როცა ჩვენ ღმერთმა შექმნა სახე და ხადად მისცა ხო და ვიცით რომ ღმერთს უყვარვართ და თუ კი ვირწმუნებთ რომ ღმერთს უყვარვართ იქ რა სახსენებელია საერთოდ ეშმაკი ანუ ამით ღმერთისადმი რწმენა ხო არ გვერყევა და ღმერთს ხარ ვაყენებ შეურაცხყოფას რომ მე ღმერთს უყვარვარ და მოდის ადამიანი და მეუბნება რომ ეშმაკები გვახვევია ვინ არის ეშმაკი რას მიქვია ეშმაკი ღმერთს უყვარვარ მადლობა ну ორი მომენტი არის ერთი გეთანხმებით იმაში რომ ბევრ მორწმუნეს ჭირს ვოლანდის ძალის გადამეტებული შეფასება და დიდ პატივს სდებენ მას რომ ეს შეძლო ანუ შემოქმედთან შედარებით არავინ არაა ცხადია
ქმნილებაა თვითონაც. მე რა რო ქერუბიმი იყო ყოფილი. მეორე უკიდურესობაც არის რომ საერთოდ ვიფიქრო რომ საერთოდ არ უნდა ვოლანს რამეში შეგაცდინოს. იმიტომ რომ მაინც აქვს ეს ჩანაფიქრი რომ ღვთის ქმნილება რახან ხატება და მსგავსება ხარ რაღაცა შემოგიგუდოს ისეთი კონკრეტულად იმასზე არ ვლაპარაკობ ახლა ბიბლიის კითხვასთან დაკავშირებით. ზოგადად მის სულისკვეთებას ბიბლიურ თხრობაში და თუნდაც კაცობრიობის გამოცდილებაში ვხედავთ რომ უნდა ამრევი არის ეს ტიპი. მაგრამ ასევე ბიბლიურ თხრობაში მისი ისრების აცილება შემოქმედით არის შესაძლებელი. თუმცა არის მომენტი შეიძლება იობის მსგავს პიროვნებისთვის თვითონ შემოქმედმა მისცეს უფლება რომ რაღაცა გააკეთოს და ეს უკვე ცალკე ისტორიაა, მაგრამ ზედმეტი პატივის დადება და ზედმეტად უგულებელყოფაც ვფიქრობ ორივე პოზიცია უკიდურესობაა. ასე გიპასუხებდი რა ვიცი. ისიც შეკითხვა ალბათ უფრო ნაკლებად რაღაცებში არ გეთანხმებით. დიდი მადლობა რომ არ მეთანხმებით. თავისუფლებას ვიცი რაღაცები. ანუ ჩემი ხედვა ვთქვა, ასე ვთქვათ, უპირველესად ღმერთის და ეშმაკის ასე ვთქვათ ალიანსი, ანუ მე ალიანსს ვერ ვიტყოდი. მე მგონია რომ ჩვენ ხო ვამბობთ რომ ქრისტიანობა და საერთოდ აბრაამისეული რელიგიები არის, ანუ განვიხილავთ, ბოროტება არ არსებობს, ბოროტება არის სიკეთის რაღაცა ნაკლოვანება, რომ რაღაც არ არის და არასწორია და ის არის უკვე ბოროტება. ანუ ბოროტება არ არსებობს ვამბობთ, გარკვეულწილად ამას დაუკავშირებდი იგივე ვოლანს ამ შემთხვევაში, ხო სატანას, რომ რაღაც ეს ყველაფერი ეს მოხდა შეცოდებით, ევა შეცოდებით და ადამიანის, რა თქმა უნდა, და დაირღვა რაღაცა წონასწორობა სამყაროში. გავიგეთ, შევიმეცნეთ, თუმცა ცოტა განვითარდით და მაინც ცოტა ცუდ რამეს ვიტყვით, რომ რაღაც შემეცნების, რაღაცა კუთხით მაინც დადებითი იყო ალბათ, მაგრამ ეს რაღაცა ასე ვთქვათ, სინარნარე, სადღაც დავარღვიეთ მოკლედ ამ ყველაფრით რა კაცობრიობამ და ქრისტიანული რწმენით და საერთოდ ბიბლიური თხრობით ნებისმიერ კონფესიაში ქრისტიანულს გულისხმობ, მაინც ჩვენ გვაქვს იმის იმედი და იმით ცხოვრობთ, რომ როდესაც იქნება მეორედ მოსვლა, ანუ აღარ უნდა იყოს ეს ბოროტება და გაქრეს უნდა, რა თქმა უნდა, ვოლანდი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ეს ბოროტი ძალა. როგორც იყო თხრობას ვემყარებით, რომ არ იყო ეს ადრე და იყო ცხოვრება საოცრად კარგი. და აქედან გამომდინარე ალიანს ვერ ვხედავ ვერანაირად. ეშმაკის და ღმერთის. თუ ამ ალიანს ხედავთ, მაშინ რწმენა, ანუ ჩვენი დუალისტური გამოდის, ჩემი ხედვით. როგორც სიკეთე, ისე ბოროტება და რაღაცა ინგრევა მთელი ქრისტიანობა ჩემთვის, თუ ეს ასეა. რაც შეეხება ხა იობს, ძალიან დეტალურად ვერ შევალ, რომ ახლა გითხრათ, რომ ტექსტი მახსოვს ბიბლიიდან, მაგრამ იქაც ვერ ვხედავ ალიანს, მე პირადად. ეხლა ძველი წაკითხულით გეუბნებით ოდესღაც. მე მგონია, რომ იობის მაგალითი არის სწორედ იმისი ახსნა, რომ იობი დაიტანჯა ბწყალებში, რო თქვა უსამართლოდ, რომ არაფერი ცოდვა არ ქონია. ესე არ არის ზოგადად ჩვენ რწმენაში ღმერთის განგებულება, ანუ შეუცნობელია და ვერავინ ვერაფერს ვერ იზამს და არ იცი მიზეზი რატო ხდება. ანუ არ არის პასუხი არ არსებობს უბრალოდ. ესე არის ღმერთის განგებულება და მორჩა. აქედან გამომდინარე, მე კარგად ხედავ იობს თვითონ, რომ იობმა მაინც მე როგორც მახსოვს, ახლა ძალიან ვერ შეგედავებით ტექსტში, იობმა მაინც არ დაგმო ღმერთი და მაინც მიიღო, დაიტია ის სატანჩველი. ანუ მიმღებლობა აქვს ადამიანს და გარკვეულწილად შეიძლება ჩავთვალოთ იგივე რაღაცა ქრისტეს წინარესახე რაღაცა ესეც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დაიტია ეს სატანჯველი და ასე ვთქვათ, უსამართლოდ, მაგრამ ეს აიტანა მან. და ასე რომ აი ამ კუთხით მე ასე ვხედავ და ასე მახსოვს, ძალიან ტექსტში ვერ შევალ და არ მახსოვს ნამდვილად, რომ დაუშვათ იქ რაღაცა ნათქვამი იქნებ რაღაც ისეთი იყო, რაც მე არ მახსოვს და ვერ შეგედავებით, მაგრამ მე ასე ვხედავ მაინც გლობალურად რაც მახსოვს, რომ იობი პირიქით ზუსტად პასუხია იმაზე, რომ ადამიანმა არ იცი რატომ, მაგრამ ღვთის განგებულება ესეთი და უნდა მიიღო. აქ ამ პასუხში ჯდება ის, რომ არ ვიცით ადამიანები მაგალითად
ბავშვები გარდაიცვლებიან, ანუ რატომ არ აქვს პასუხი. ასევე რატომ ბავშვი უფროსის შეიძლება გარდაიცვალოს და არ გვაქვს ადამიანურად შინაგანად გვაქვს რაღაცა პროტესტები ადამიანებს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს ყველა რელიგიაში ესეა, რომ სიცოცხლე სულ სხვა რაღაცაა და ამაღლებულია და გვინდა და არ მოგწონს და უსამართლობა გვეჩვენება, მაგრამ ღმერთის განგებულებაა ესეთი და პასუხი არ არის რა, რატომ მარტო ქრისტიანობაში და მართლმადიდებლობაში არსად არ არის ამის პასუხი და სწორედ ეს არის იობი მაგალითი ჩემთვის, რომ მიიღო ადამიანმა, იმიტომ რომ რაც გვაქვს ხო, ანუ რასაც ქრისტიანები ვიმეორებთ, რომ უფალს ვეუბნებით, რომ იყავ ნება შენი, მორჩა დამთავრდა. ანუ ვერაფერს პასუხი არ არის. და ზოგადად რელიგია ძალიან გვინდა და მეც ისეთი ტიპი ვარ ზოგადად, რომ ძალიან მინდა რომ ყველაფერი რაღაცა კონკრეტულად, რაღაცა ვიცოდე და რაღაცა დავადასტურო, მაგრამ რელიგია და ზოგადად რწმენა მაინც ემოციაა და ფაქტები არ არის. ან უნდა იწამო და ან უნდა დაამთავრო ყველაფერი. ანუ ვერ ახსნი ვერაფერს. არ აქვს ახსნა, არა, გამოცხადება ბოლოს და ბოლოს. ყველაზე მთავარი ქრისტიანობაში ამომავალი ეს ასე ვთქვათ, პუნქტი, რომ იქ ხდება, ანუ ასე ვთქვათ, ყველაფერი შიშიც უნდა გაგვიჩნდეს. ისეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ გამოცხადება ხო ბიბლიაში ბოლო ის. და ანუ რა, გამოეცხადა და მორჩა, როგორ უნდა დავადასტუროთ? ვერ ვადასტურებთ ვერაფერს. ანუ პასუხი არის ეგეთი, ან გვწამს, ანუ გრძნობით, არანაირი აქ გონება და ტვინი არ არის, ვერ ხსნი ვერაფერს. არ არსებობს არც ერთ რელიგიაში. იგივე თავიდან რომ დავიწყოთ მაგალითად აი ეს ათრახასისის მითი რაც არის ხო? ანუ ღმერთი გამოეცხადა ისეთ ადამიანს და გადარჩენაზე იყო ლაპარაკი, რომელიც მის სიტყვას ისმენდა. ანუ მაინც ისე ცხოვრობდა შედარებით, ასე თქვა, ჩვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, რელიგიურად, ძველ დროზეა ლაპარაკი. ანუ რაღაცა ადამიანებში უნდა იყოს ალბათ, ცოტა სხვა თემაში გადავედი, რაღაცა ჩვენი, რაღაცა დამოკიდებულება, ანუ არავინ არ იცის არაფერი. ახლა ცოტა გადავუხვიე სხვა თემას და რომ ძალიან ბევრი არ ვილაპარაკოთ, დავამთავრებ. მე მგონია, რომ პასუხი არ არის ბევრ რამეზე, ვერც ვიპოვით, გამორიცხულია, ვერც ერთი რელიგია ვერ პოულობს და მე როგორც ასე ვთქვათ, ქრისტიანი ვერ მოვიწონებ თავს, რომ ისეთი კარგი ქრისტიანი ვარ და მაზიარებელი არა ვარ სამწუხაროდ, მაგრამ მე მგონია, რომ კატეგორიულად არ არის ალიანსი. კატეგორიულად სხვა არის ეშმაკი. კი ის ანგელოზი იყო დაცემული, კი ბატონო, მაგრამ ეს რომ ესე ვიფიქროთ, მაშინ აზრი არ აქვს, რომ ღმერთს ახლა როგორც სენატორზე რო თქვით, ახლა ეს ჩემი აზრით აი ისეთი თემაა რა, ძალიან ისეთი. ანუ სასაცილო. ანუ არ ვიცი, წარმოუდგენელია, რომ ღმერთს უჩივლო. ანუ ადამიანის გონება გამოდის, რომ ყველაფერს რაღაც საოცარს მოიგონებს. მე ასე მგონია და ანუ რა ვიცი, მე აი ესეთ რაღაცეებში, პატარ-პატარა დეტალებში და ტექსტში ვერ გეტყვით ლაშა, რომ ეხლა ძალიან დეტალურად მე არ მახსოვს, რომ დაუშვათ იქ რაღაცა პატარა ნიუანსებში რამეში შეგეტავთ. მე არ მახსოვს ესე ტექსტი. მაშინ და ბოდიში ძალიან ბევრი ვილაპარაკე. ალიანსი რო ვახსენე, მე ვთქვი, რომ წამოწეულია უბრალოდ, მე არ ვეთანხმები ალიანსს პირადად. უბრალოდ ესეთი მოსაზრებაც არსებობს და წარმოვაჩინე. პირადად ვოლანდს ღმერთის საპირწონეთ არასდროს არ მევიჩნევ, მე პირადად რაც შეეხება. უბრალოდ თქვენ ახლა რაც ილაპარაკეთ, აი სამივე მეგობარი იობის რო იყო, მათ საზოგადოებაში მიგიღებდნენ თავისუფლად, იმიტომ რომ ზუსტად ესე ილაპარაკეთ, როგორც იობის სამი მეგობარი. და ჩვენ ყველა ვართ მაგ პოზიციაზეც, არის ეგეთი ეტაპები და სიტუაციები, რომ იობის სამი მეგობარის პოზიციაზე ვდგებით ხოლმე და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ იობზე ამბობს ღმერთი, რომ აი ის მკლავს მე, მაგრამ მე მაინც მისი იმედი მექნება. ღმერთზე ამბობს მე-13 თავში, მე-15 მოხში. სხვა თარგმანში თუნდაც რომ მომკლას, მაინც მისი იმედი მექნება. ხო და ეს არის სწორედ, რომ და მე ამბობს, რომ შენ თვითონ მიშუამდგომლეო შენს წინაშეო, რადგან სხვა არავინ აღარ არისო, მე-17 თავში ამბობს. კი ბატონო. და მეგობრებს ეუბნება და ჩვენც გვეუბნება იობიო. გაჩვდითო. ანუ თქვენი კომენტარები არ მშველისო. მიმღებლობა აქვს. ნახეთ რას ამბობს. მეო თავს გავიმართლებდიო მის წინაშე.
იმიტომ კი არა რომ უცოდველია. იმიტომ რომ როგორც ქმნილებასო მედავება რაღაცა დაუშვა ისეთი რისი ღირსიც არ ვარ, მაგრამ მისი განგებულებით არის დაშვებული. ხვდება ის რომ ღმერთმა დაუშვა, მაგრამ მან დიალოგის შესახებ არ იცის. პეტრეს უპირატესობა ჰქონდა წეღან გამომრჩა მეთქვა. პეტრეს ეუბნება რომ სატანა მithხოვა თქვენი გაცხრილვა. იობმა ეგეც არ იცის ითხოვა თუ არა იმან ოლანდმა. ბოლოს ეუბნება რომ იმ ერთ-ერთ იობის მეგობარს მაკაცს ეუბნება ელიფასს რომ შენ და შენი ორი მეგობარიო ისე წრფელი არ იყავითო როგორც იობიო და წადითო იობმა ილოცოს თქვენთვის. არა მე ალიანსს არ ვეთანხმები უბრალოდ გვაქვს ტექსტები სადაც ღმერთი და სატანა დიალოგში არიან. ეს ფაქტია. კი ბატონო, დიალოგში იობის წიგნში ორი დიალოგი გვაქვს. პეტრეს შემთხვევაში აგერ ქრისტე ადასტურებს რომ ითხოვა სატანამ, ვისგან ითხოვა, ვისაც ხელ ეწიფება ამის დაშვება. ქრისტეს შემთხვევაში ვოლანდი ცდის. ხო, მაგრამ ეს დიალოგი ხო შეიძლება გავიგოთ. მე ასე ვიგებ, რომ რაღაცა განსაცდელი ადამიანისთვის. კი ბატონო, გინდაც ალეგორია იყოს, მაგრამ ხო ხდება რეალურად. კი ბატონო, მაგრამ განსაცდელის ალიანსის სიტყვა უკვე ესეთია, რაღაცა ჩემთვის ღმერთს კი, უხერხული სიტყვაა ქრისტიანებისთვის, ჩემთვისაც. მაგრამ არსებობს ეს შეხედულება. მაგალითად, ჩემი გააზრება ფაუსტთან და ბულგაკოვთან ალიანსის თემა არის შემოპარებული. ესენი კი ბატონო, მაგრამ ეს ხომ ბიბლიური თხრობა არ არის. წმინდა მამებიც ამბობენ, რომ ღმერთის მსახურია ეშმაკი, როგორც ჯალათი. რა ვთქვათ აქ? ანუ რაღაც მომენტებში ღმერთი აძლევს უფლებას, როგორც იობის შემთხვევაში, როგორც პეტრეს შემთხვევაში. ეს როგორც გამოცდა, ესე გავიგოთ. ანუ რთავს უფლებას. კი ბატონო. მეორეს მხრივ მე არ გინდა თქვენი გადარწმუნება. მე ალიანსს არ ვემხრობი. უბრალოდ ლექციაში ვალდებული ვარ რომ ეს ვერსიაც გავაჟღერო. თორე ამასაც აქვს თავის საფუძვლები. მაგრამ ნახეთ მამაო ჩვენოში რა ასპექტი აქვს ჩადებული ქრისტეს. ნუ შეგვიყვან განსასწრელში არ მეთქვიხსენ ბორდის. ადამიანი არ უნდა ეძებდეს განსასწრელს და არ უნდა ითხოვდეს. რა თქმა უნდა. მაგრამ თუ ის უშვებს, ის უკვე სხვა საკითხია. თუ უშვებს, არა გაქვს სხვა არჩევანი, რა უნდა ქნა. ეხლა კარგი, ქრისტეს ლოცვა ავიღოთ გეთსემანიის ბაღში, მამის მიმართ ლოცულობს და ციდან ანგელოზი ეჩვენაო და ამხნევებდაო ლუკა წერს 22 თავში. და თუ შესაძლებელია სხვა გზა ამარიდე, არ არის შესაძლებელი უნდა მოკვდე ჯვარზე. ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში მე-5 თავში ვკითხულობთ, რომ ამ განსასწრელში რო იყო, ღმერთმაო შეისმინაო. ნახე სხვა რას პერსპექტივა მოდის, რომ თურმე შემოქმედი რო ისმენს ვინმეს ლოცვას და მის ცხოვრებაში მაინც ისე ხდება, როგორც თვითონ არ უნდა ადამიანს, არ ნიშნავს, რომ არ არის შესმენილი. ლოგიკურად ამის გაგება ძალიან რთულია. რა თქმა უნდა. უფრო ჩიხში შევდივართ. თუ პირადად მე არ ვუჭერ ალიანსის თემას მხარს, იმიტომ ალიანსში თანასწორუფლებიანი პირები ერთიანდებიან, მაგრამ ჩანს ტექსტებში ის, რომ ღმერთი ხანდახან ნებას რთავს ვოლანდს ისეთ კაცზე, როგორც იობია, ვიზეთ თვითონ ღმერთი ვოლანდს უხასიათებს. მართალი, წრფელი, ბოროტებას განრიდებული, ასეთიო იმ არეში არავინ არ არისო. ზუსტად კი. და აძლევს უფლებას. კი ბატონო. ეს არის ალბათ გამოცდა მისთვის, რა ვიცი, მე ესე ვფიქრობ. ყველას თავისი ჯვარი გონია, ყველაზე მძიმე ეგ არის. კეთილის და ბოროტის დაპირისპირება და საერთოდ კარგი ცხოვრების და შესაბამისად საპირისპირო ცოდვაში ცხოვრების დაპირისპირება ეს არის ადამიანის გული ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ბოროტება არის დამახინჯებული სიკეთე და ცუდად დაკრული მელოდია. ამისთვის რომ რამდენად გაუძლებს. ანუ რამდენს დაიტევს ასეთი ადამიანი და იქნებ წინარესახია ქრისტეს. სულ სხვა ვერსიას. ანუ ის ახსნა ეხლა იმ ბავშვებისთვის
რომ თქვენ ვერ გაიგებთ ამას და იმიტომ კვდებით შიმშილით 24 რა საათში. თქმა უნდა, ეს გაუგება. იმ ბავშვის თვალებში რო ჩახედავ, კი ბატონო. ხვდები რომ გორჯობია გაჩუმდე. მე პირადად ჩემზე ვლაპარაკო. რა თქმა უნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა ვიცი, აი როგორ თქვა. ბევრს ვაფრთხილებ ხალხს. მე ასე ვიტყოდი. ანუ მე პირადად არ მინდა იობის მეგობრების პოზიციაში რო აღმოჩნდე. მირჩევნია იობივით უფრო პრეტენზიები უთხრა ღმერთს და მის პოზიციაში აღმოჩნდე, მაგრამ არ მინდა მის სავით ვიტანჯო ნამდვილად. ურთულესი საკითხია, ეს არ არის ხო ან არა საკითხი და ძალიან მრავალწახნაგოვანი საკითხია და ერთის ცხოვრებაში რაც არ დაშვებულა, მეორეში დაიშვება და ზოგისთვის რაც არის განსასწრელი, ვეღაცისთვის კომფორტში როა ერთხელ იყვნენ ჩამოსულები და სერიოზულად თქვა იმ კაცმა შვეიცარიიდან, დღესო ისეთი განსასწრელი მქონდაო, ცივი პიცის მირთმევა მომიწიაო და ქართველები ისხნენ გადაიხარხარა ყველამ, ანუ ვისთვის რა არის განსასწრელი კიდე. ხო. კარგი შეკითხვა. მადლობა. ნანა ბერაია, მე მაქვს შეკითხვა, რეალურად გაგრძელებ ამ შეკითხვების, მაგრამ მაინც მაინტერესებს, რომ თქვენც დასვით ეს შეკითხვა, რატო ხდება უსამართლობა და ამ უსამართლობაში ღმერთის ხელი ურევია თუ სატანის? ეს პირველი შეკითხვა. მეორე შეკითხვა მაინტერესებდა რეალურად ნაწილობრივ მოვისმინე კიდევაც, მაგრამ მაინც ათეისტისთვის რა არის სატანა? ანუ რისი თქმა მინდა რომ თუ მისთვის ღმერთი არ არსებობს, შესაბამისად არ არსებობს სატანაც. რა თქმა უნდა. ანუ მისთვის გაუქმებულია ორივე. შესაბამისად, ანუ სად ვლინდება სატანა მის ცხოვრებაში? დიახ. კარგი, ამით დავიწყოთ. ათეისტისთვის არც ღმერთი და არც სატანა არ არსებობს. არც ერთი ზებუნებრივი სასწაული იმის გარდა, რასაც ის ხედავს და რაც ფიზიკით და ასე ვთქვათ, ბუნებათმცოდნეობით დასტურდება, ეგ არსებობს მისთვის. ღმერთი და სატანა არ არსებობს. ზუსტად იმას ასე ვთქვათ, აღტკინებას არ გამოთქვამს ვოლანდი იქ, რომ პირველ დიალოგში ოსტატი და მარგარიტაში კაცობრიობა. კარგიო, ღმერთის არსებობა არ გჯერათ, ეშმაკის არსებობა მაინც დაიჯერეთ რა. ანუ ვოლანდი ეუბნება ბერლიოს და იმას ივან ბეზდომნის. არც ერთი არ სწამთ. ზებუნებრივი, იმიტომ რომ ღმერთის არსებობის დამტკიცება შეუძლებელია. აი ამის ანალოგიაც არ არსებობს. ღმერთი არის ვინმე პიროვნება, ვისაც დასაწყისი და დასასრული არ აქვს. დაუსაბამოა. ბუნებაში არ არსებობს ისეთი რამ, რომ მაგალითად მოიყვანო, ანალოგია მოიყვანო, რომ ერთადერთი თუ წრეს შემოხაზავ და არ დაუშვებთ, რომ დასაწყისი არ აქვს წრეს და ეს ფიგურა ისიც ნაკლოვანია, რა თქმა უნდა. სადღაც ხო დავიწყეთ ამის დახატვა. ამიტომ მეორე შეკითხვა რა იყო? პირველი იყო რატო არსებობს? ხო, ანუ აი აქ მეორე შეკითხვაში კიდე თუ არ არსებობს ღმერთი და სატანა, მაშინ ხო არ ნიშნავს იმას, რომ სატანას არსებობა პირიქით ადასტურებს ღმერთის არსებობას და აძლიერებს ღმერთის არსებობას. რა თქმა უნდა, ვინც დაძლევს. ერთ-ერთის არსებობას თუ იჯერებ, მეორეც უნდა დაიჯერო. და იმიტომ რომ ანუ ვოლანდის ლოგიკა ეგ არის. ხო, ანუ სიკეთე და ბოროტება თუ არსებობს, ანუ ხო არის სიკეთე და ბოროტება, თუ ბოროტება არ არის, ანუ სიკეთეს არსებობას დაიჯერებ იმ შემთხვევაში, ანუ თუ ბოროტება არ იარსებებდა, შესაბამისად გაუქმდებოდა სიკეთეც. ხო, იგივე ლოგიკა. რატომ ცუდად იყვნენ ადამი და ევა ედემის ბაღში? არ კვდებოდა, არ ციოდა სრულყოფილი ეხა ღმერთთან შედარებით სრულყოფილი ქმნილება მაინც არ არის, მაგრამ სიკვდილი, ტკივილი და ყოველგვარი არსრულყოფილება რაც ეხლა არის, არ ქონდა და ამ კუთხით თქვენ რო თქვით მონაწილეობს თუ არა ღმერთი?
ხო, ანუ უსამართლობაში ეს პირველი შეკითხვა იყო, რომ ორივე მონაწილეობს. მიჩნეულია, რომ ღმერთი კონსერვაციო, ანუ ეს ნიშნავს, რომ ღმერთი უნარჩუნებს თელ სამყაროს არსებობის უნარს. კოოპერაციო, ღმერთი მონაწილეობს ამ სამყაროში, ისტორიაში და ყველაფერში და გუბერნაციო, ღმერთი მეფობს და მართავს ოფიციალურად. ქრისტიანობის სამივე შტო ამას აღიარებს. ამ შემთხვევებზე, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, ღმერთის დაშვებით ხდება. ეხლა აი ეს ბოროტება რო განვიხილოთ ისევ იმ სამჭრელში მეტაფიზიკური, როცა ანგელოზების წოდავენ სულიან სამყაროში, მერე ზნეობრივი ბოროტება, როდესაც ადამი და ევას წოდავენ და შემოდის ბოროტება უკვე ადამიანთა საზოგადოებაში და მემკვიდრეობითად მერე და სტიქიური უბედურება და ეს ყველაფერი, რასაც უშუალოდ ღმერთი მართავს. წერია, რომ ზღვასაც ის აკონტროლებს, რომ არ გადმოვიდეს, ქარსაც, ყველაფერს მოინდომებს და მთები შეინჯღრებიან და განადგურდებიან და დადნებიან. საფუძველი ამას აღიარებს. ვისი დაშვებით ხდება ცუნამი? პირდაპირ ვამბობ, როგორც იობი, ღმერთის დაშვებით ხდება. როდესაც ცუნამით იხოცება დიდიც და პატარაც, ღმერთის დაშვებით ხდება. არ ვადანაშაულებ ღმერთს, უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვამბობ. ვისი დაშვებით მოხდა წარღვნა? იქ რა ჩვილები არ იყვნენ? ყველა დაიხრჩო. მარტო ნოეს ოჯახი გადარჩა. და დახასიათებულია ის ეპოქა იყო უსამართლო, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ერთმანეთს ეპყრობოდნენ უსამართლოდ ყველა ასპექტში და გახრწნილებიო, ამორალურები იყვნენ და ესეც უსამართლობაში გამოიხატებოდა, ძალადობა იყო ძალიან დიდი. ნოე როცა ხასიათდება, საპირისპირო თვისებები აქვს. სამართლიანი იყო და უმციკლო თავის მოდგმაში. უმციკლო უცდომელს ანიშნავს. პლუს კიდე ერთი მახასიათებელი აქვს ნოეს, სიმართლის მქადაგებელი იყო. ანუ ყველაზე წარუმატებელი მქადაგებელია კაცობრიობის ისტორიაში. მიჩნეულია, რომ 100 წელი აშენებდა კიდობანს და ამდენი წელივე ქადაგებდა და არავინ არ მოინანია საერთოდ. საერთოდ. და იქ ჩანს, რომ როდესაც შედის კიდობანში, იქ წერია, რომ ეს ცხოველებიც წყვილ-წყვილად შევიდნენ. როგორ დაეტივნენ? ამაზე ჩემი მოსაზრება მაქვს, რომ მან მართლა სასწაული უნდა მოხდარიყო, რომ დატეულიყო ეს ცხოველები იმ კიდობანში. ფიზიკურად თვითონ ასე ვთქვათ, გეომეტრიულად მაგდენი ცხოველი იქ ვერ დაეტეოდა. ზებუნებრივად ხდება ეს. როგორც ყდრეთით აღდგომა გწამს და მეცნიერულად ამას ვერ დაადასტურებ, მორწმუნის პოზიციიდან ვლაპარაკობ. ისევე ვერ ახსნი, როგორ ჩაეტია ნოეს კიდობანში ამდენი ცხოველი დედამიწაზე. წყვილ-წყვილი ისა ეს. და 7 დღე კიდე ღიაა ეს კარები, სანამ წვიმაც ღიაა და აკაცი შვილი არ შედის. ანუ ღმერთის ჯის, მაგრამ ბიბლიურ თხრობაში დიდხანსაც ითმენს. ჩვენ უბრალოდ კონკრეტული ხალხის კონკრეტულ ფრაგმენტებს ხედავთ, რომ დაშვება ხდება და იხოცება. მაგალითად, მარადიულობის პერსპექტივით subspecia aeternitatis. ის ჩვილები იმიტომ იხრჩობა, რომ იმ საზოგადოებაში მისთვის ადამიანად ჩამოყალიბების პერსპექტივა აღარ არსებობს. სასტიკი ოპერაცია, ქირურგიული ოპერაცია, სხვა გზა აღარ არსებობს. თუმცა ესეც არ გვცემს პასუხს იმაზე. მაგრამ აი ამ კუთხით შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ვიმსჯელოთ. ანუ ცოტა ფილოსოფიურად მე ვერ დავიცავ ღმერთს და არ სჭირდება ჩემი დაცვა. ცოტა ფილოსოფიური კუთხითაც რო შევხედოთ, ანუ ღმერთს თავისუფალი ნება გააჩნია? ანუ ჩემი მოსაზრება ის, რომ ღმერთმა მისცა ადამიანს თავისუფალი ნება.
პიროვნება არ არსებობს თავისუფალი ნების გარეშე. შესაბამისად ადამიანს აქვს არჩევანი მოусმინოს თუ არა მოусმენს თუ არა ვოლანტს და ალბათ ამიტომაც ხდება კონფლიქტები ხო ადამიანებს შორის იმიტომ რომ ეს არის ხო ბოროტების ერთ-ერთი გამოვლინება როდესაც ხდება ომი და როდესაც ადამიანები კლავენ ერთმანეთს ხო ერები კლავენ ერთმანეთს ბომბავენ და ასე შემდეგ უბრალოდ მე მაინტერესებს ესეთი რაღაცა რომ ღმერთს თუ გააჩნია თავისუფალი ნება ღმერთი უბრალოდ უშვებს ადამიანის თავისუფალებას ეს ცოტა ფილოსოფიურ ჭრილში ვამბობ ამას ღმერთს აქვს თავისი ნება უზენაესი ნება ქვია მას სუვერენული ნება ქვია როდესაც ის რაღაცას წყვეტს მაგალითად არავის არ ეკითხება ადამიანსაც როგორც ღვთისხატებას აქვს თავისუფალი ნება სხვანაირად პიროვნება ვერ იქნება ქრისტიანული თვალსაზრისით პიროვნებას აუცილებლად უნდა ქონდეს თავისუფალი ნება. და თავისუფალი ნების არსებობა გულისხმობს შეცდომის შესაძლებლობას და სიკეთის დამახინჯებას, რასაც ჩვენ ბოროტებას ვეძახით. აი ესეა. უსამართლობა რო ხდება, მაინც ღმერთის ხელი ურევია. საერთო ჯამში ყველა არასრულყოფილება მაინც ადამიანის არჩევანის მიზეს შედეგობრივ უკავშირებამდე დადის. თუმცა იობის შემთხვევაც არსებობს, როდესაც კონკრეტული ცოდვისთვის არ ხდება განსაცდელი, არამედ სხვა რაღაცისთვის, რაზეც იობის წიგნის განხილვისას უფრო ცუდად ვილაპარაკებ. უბრალოდ ეს განსაცდელი ვოლანდმა გაუკეთა ეს განსაცდელი თუ ღმერთმა? ეხლა რა ჩანს ბიბლიურ თხრობაში რომ მე დავასრულე. ვოლანდი ვერ აკეთებს ვერაფერს სანამ ღმერთი არ დართავს ნებას ისეთ შემთხვევაში როცა იობზე ვლაპარაკობთ მოციქულებისგან გამოცდა რო ხდება აი რა ტექსტები ვახსენე ყველგან ნება უნდა მისცეს ღმერთმა ამიტომ ჯალათის თეორია რომელსაც ღმერთი იყენებს გარკვეულწილად აქვს ამას ადგილი რახანმა ნაერჩია ღმერთის ტრობა ჯალათის პროფესია აჩუქეს. ოღონდ იმასაც ვერ ახორციელებს თუ არ მისცეს უფლება. თავისუფალ ნებას აძლევს სატანასაც. ანგელოს ჰქონდა თავისუფალი ნება, იმიტომაც გახდა სატანა. თუ არ ქონოდა რა თქმა უნდა, სხვანაირად ვერ გააკეთებდა ამ არჩევანს. როგორ გააკეთებდა არჩევანს თუ არ ჰქონოდა. ისლამში მხოლოდ ჯინებს აქვთ, ანგელოზებს არ აქვთ. არა, უყურეთ იქ თქვი წინა შეხვედრაზე. ისლამში როგორ არის? არის ანგელოზები, არის ჯინები. ჯინები არის ნეიტრალური არსებები, მათ აქვთ თავისუფალი ნება, ან ემსახურებიან ღმერთს, ან არა. ანგელოზებს ისლამის თანახმად არ აქვთ არჩევანი. ისინი ბუნებითად არიან ისე შექმნილი, რომ უნდა ემსახურონ ღმერთს და სხვა არჩევანი ანგელოზებს არ აქვთ. ქრისტიანობაში ეგრე არა. ერთ-ერთი ჯინი როგორ ხდება შეიტანი, ანუ სატანა ისლამში. როდესაც შექმნა ადამიანი ღმერთმა, ყველა ქმნილებას უბრძანა, რომ პატივმიგებითად თაყვანი ეცათ მისთვის. ჯინმა თქვა, მეო ცეცხლისგან შემქმენიო და ეს კიდე რისგან შექმენიო და ამას უნდა ვცეო ეხლა ისლამის თხრობაში. ხო და ამიტომაც გახდა შეიტანი, ანუ ეშმაკს ვისაც ვეძახით.